მინდა რომ შენი დაბადების დღის რიცხვი გავამართლოთ. ეგ მაინც არ არის ის რეპორტაჟი, რაც მე მომენატრა. ბერაია. ბერიაზე ეხა გილაპარაკები, ლავანეთ ბერია და ბერაია თქო. მე გავმაზე პენალტი. გიჟი ხარ თუ არა? იცი. მე მეგონა რომ ეგეთი სტარტი გქონდა რომ პირდაპირ საუბრით შემოდიოდი. всё, აი ესეთი სტარტი გვაქვს დღეს და ჩვენი სტუმარია ანდრო ხელაძე და ეს იქნება რიგით მერვე ეპიზოდი. შეიძლებოდა რომ არ ყოფილიყო მერვე ეპიზოდი, მაგრამ გვინდა რომ შენი დაბადების დღის რიცხვი გავამართლოთ და ასე რომ შენ მერვე იქნები. ხო არ ვეხუმრე შალოს რომ მე რამდენი სტუმარი ვარ მეთქი და მითხრა მე-6-ე ვარ მეთქი. იქნებ მერვე ვიყო. ხო, გამარჯობა, მიხარია, აქ რო ვარ და ავი ამ სიცხეში საინტერესო საუბრის საშუალება როცა გეძლევა თან ისეთ ოთახში სადაც კონდიციონერია, უკვე ძნელია რომ ვარი თქო. მაგრამ შენ ჩაწერები გაქვს ახლა. საუბარს ისედაც გადაჩეული ხარ თქო ვერ გეტყვი, მაგრამ აი ოდნავ გადაჩეული ვარ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ მქონდა თამაში საყვანილი. ახლა წავიყვანე 2 ამხანაგური პრემიერ ლიგის საფხულის სერია იყო ამერიკაში. მაგრამ ეგ მაინც არ არის ის რეპორტაჟი, რაც მე მომენატრა, ხო. ისე ის არის, აქტიური დასვენება უნდა მეთქვა, ახლა ხო გაქვს ხოლმე გადაცემების ჩაწერა, იქ წამყვანობა იქის და ფეხბურთელებს რა ვთქვი, ხო იცი, სეზონი მორჩა, მაგრამ აქტიური ძუნძული, ბურთის კონტროლი, რაღაც აქეთური, ეგრე ხარ შენც. ხო, რაღაც გადაცემების ჩაწერები გვაქვს ხოლმე, მაგრამ თავარი გადაცემა რაც გვაქვს დამატებითი დრო, ანუ ყოველკვირეული, ეგ შეჩერებულია ცოტა ხანი, სეზონთან ერთად დაიწყება რა ალბათ. 1 სექტემბერს ეგეც განახლდება. მაგამდე განახლდება პრემიერ ლიგა, განახლდება სერია, ის ჩემპიონატები რომელიც მე მიმყავს, მე ჩემპიონთა ლიგა წამოეწევა და დაუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს. ჩვენი დღევანდელი თემა კი გითხარი საფეხბურთო სიგიჟეები თუ ვისთან და შენთან უნდა მქონოდა და ეს თორე ხა ბევრნაირად შეიძლება და ბევრ სტუმართან, მაგრამ მგონია რომ შენ კიდე რაღაცა სიღრმისეულად თუ არასიღრმისეულად კარგად ჩაწვდები რაღაცებს რა და აი საფეხბურთო სიგიჟეებს რო ვამბობ მაგალითად ამ ფრაზაზე პირველი აღხსენება ხო? ეხა გამახსენდა, აი ეხა რო ახსენე, მაგით გამახსენდა. გატუზო გამახსენდა, რომელმაც თამაში დაწყებიდან 10 წუთში მიიღო აქილევსის ტრავმა. თამაში ჩაამთავრა, მოიგო ეგ თამაში, მაგრამ კატანიასთან იყო, თუ სწორად მახსოვს, 2008-2010 წლები. ეგ არის ტრავმა, რის გამოც 9-10 თვე უცდება ხო ფეხბურთელს, მაგრამ გატუზო დარჩა. მოიგო თამაში და მე ჩაუტარდა ოპერაცია. აი როგორი ტრავმა? ხო ბევრნაირი ტრავმა. ჯვარედინა ხო რაღაც მომენტში უარესია, მაგრამ აი აქილევსი არის ტრავმას რო იღებს ადამიანი მოთამაშე ამ შემთხვევაში ჩემს გვერდით ყოფიც ბევრი ყოფილა მაგ პროცესში რა და აი გონია რომ სული ჩაგარტყეს ზურგში გესროლეს დაგჭრეს და ამან გამოვრავას აქვს ეგ ტრავმა მიღებული ოფისის ტურნირი ქონდა როდის ეხა რო ქონდათ ბოლოს თუ აი 1 წლის წინ ან წელიწად ეხა რაღაცა რო ხოლმე ეგ რა არის ეხა ქონდა ვანოს ვეღადავები ხოლმე შენი ფეხბურთი ჭედლიშვილს მე მომდაჭით მეთქი შენი ფეხბურთი არ გაიშავს თქო და სადაც გინდა გითამაშები და რა ეს რა მანტურიზე არ გამოდიოდი შენ არ გამოდიოდი მეც და ვანოც ვანოს გულს მოუგეთ გაუტანე არ გაგიჭირდებოდა ეგ მაგრამ მე გამიჭირდებოდა კაი გუნდი რო გქონს ჩვენ გუნდს ერქვა ალ კაპონე იმიტომ რომ ყავს ეგეთი თანამშრომელი ალეკო კაპანაძე და ალ კაპონე რა თქმა უნდა ეგეთი გოუთი ყავს მოკითხა აქედან სოცმედია ანუ უმეტესობა კომენტატორები და სოცმედია იყავით ერთად თუ აი კომენტატორები ვიყავით გადანაწილებულები რა ტაფსონა ჯგუფში ჩარჩა ჩემი გუნდი გავიდა ნახევარფინალს ხოთი შორის მაგრამ გამოვარდა იმის გამო რომ მე გავმაზე პენალტი. კი პენალტების სერია დაგჭირდა და მარტო მე ეს არტია ვის მეკარა იყო? ეს არტი არ მონაწილეობდა ზურგის ტრავმის გამო. აი, ფულარა იდგა. ფულარა იყო კი. მოიც ფულარა ამათან არ იდგა? ფულარა იდგა, მაგრამ და ფულარს გაუტანეს ზუსტად კი. და პენალტი ვისთან გამაზე? პენალტი გამაზე კონტენტ კრეატორების გუნდთან. მაგრამ ეს გადანაწილებულები ვიყავით მაინც რა ეს ყველა კრეატორი არის. და არ მეკარეს არ აუღია. ხარიხას გავარტყე რატომღაც. მე რო ეგრევე ჩავთვალე რომ მეკარე მაგიღო თქო. არა, კიდე მომიტა. არა, მაგის მერე კიდე უფრო უთანაგრძნობ ისეთ ფეხბურთელებს, ვის გამოც წაუგიათ. აი, მაგ პატარა დონეზე ცოტას ანერვიულდები ხოლმე. ცოტას, ან ძალიან დამნაშავედ გრძნობდი თავს მთელ გუნდთან, იმიტომ რომ ჩემ გამო, ანუ ჩემ ბრალი შეიძლება მთლიანად არ იყო, იმიტომ რომ იქამდე კაცნაკლულები დაურჩით და მქონდა მომენტები და ვერ გამოვიყენე და მე 1 წუთს არ გამიტარებია მინდორზე უშუალო თამაშის დროს. მაგრამ აი მან იმასაც მივხვდი რომ გაუხურებელზე დარტყმა არის საშინელება, რაც ინგლისის ნაკრებს დაემართა ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალიასთან.
როცა სანჩო და რაშფორდი შემოიყვანა, ხო? სანჩო თუ საკა. საკა და რაშფორდი ხო არა? საკა, რაშფორდი და სანჩო იყვნენ ის ფეხბურთელები, ხო და აქედან ორი გამოიყვანა უშუალოდ პენალტის დასაწყისად. არა, ძალიან რთულია, ძალიან რთულია. ურთულესია, კი, თამაში ჩართული თუ არ ხარ, ეგრევე პირველი შეხება ბურთანო არის პენალტის დარტყმა, რომელზეც დამოკიდებულია შენი სამშობლო იმათ შემთხვევაში და ჩემ შემთხვევაში გუნდი. ძალიან რთულია რა. კაი, გატოზო გაგახსენდა ეხლა მოდი რახან მანდ ვართ ტაქტიკურ ევოლუციაზე მინდოდა მეკითხა ტაქტიკურ ევოლუციაც მინდა რომ სიგიჟეებში მოვაყოლოთ მაგალითად პირობითად იტალიას ნახო გვაქვს კატენაჩო ტოტალურ ფეხბურთამდე სანამ მივიდოდით მანამდე ბევრი ვიდეოც რო გვინახავს ხო ნიდერლანდის ნაკრები იყო ხო რაღაცა მასობრივ პრესინგს რო თამაშობდა ხოლმე 10 კაცი ერთ ფეხბურთელზე და არა თამაშგარე და არა ის და არის აი მაგას ჩვენ ეხლა ვერ მოვესწარით და მაგის მერე რომ დღეს კიდე რა პერიოდსაც უყურებთ თუნდაც 2000-იანი წლების რა პერიოდის ფეხბურთის ყურებაც მოგიწია ახლა რასაც უყურებ და ახლა ისე უყურებ რომ თან მიყავს რამდენად ახვედრებ მაგ ტაქტიკურ სულას სიგიჟეს რამდენად უწოდებდით რამდენიმე სიგიჟე მინახავს ეხლაც ნუ პირველი რევოლუციონერი ჩემ თაობაში მაინც პეპ გვარდიოლა იყო იქამდე იყო რაღაცნაირი ფეხბურთი და პეპის გამოჩენის მერე მთლიანად შეიცვალა ეს ფეხბურთი და თითქოს ორად გაიყო სამყარო ერთნი ბაძავდნენ გვარდიოლას და სულდათ მისნაირად ეთამაშა და მეორეები ბაძავდნენ მოურინიოს იმიტომ რომ თავდაპირველად ეს დაუპირისპირა ჟოზემ და პირველად გაამართლა ამან რომ ნუ ჩაკეტილი ფეხბურთი ეთამაშა და რეალი იმ სეზონში საკმაოდ ნორმალურად გამოვიდა ეპოქალური ბარსელონას წინააღმდეგ ბოლო პერიოდში დეზერბი იყო ერთ-ერთი ინოვატორი ფეხბურთში ეს ბურსრო ფეხს ადებდნენ ბუცის კაცვებს და იპატიჟებოდნენ ხო პრესინგზე მოთამაშეებს პოსტეკოგლუც იყო რაღაც მსგავსი მახსენდება ის თამაში ჩელსისთან სადაც ორი კაცი გაუგდეს ტოტენჰემს და მიუხედავად ამისა მაინც მაღლა ამოწეული და თამაშობდა სიგიჟე კი ჯექსონმა შეასრულა ჰეტრიკი წარმოიდგინე როგორი დაცვა თამაშობდნენ რომ ჯექსონს ჰეტრიკის საშუალება ჰქონდა ისე ხა ვიხსენებ და წვრთნელი ინზაგი ასევე ბოდიში მე დამავიწყდება ზუსტად ვიცი სიმონე ინზაგი ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი ინოვატორია თანამედროვე ფეხბურთში იმიტომ რომ ნახევარმცველებს და მცველებს უცვლიდა ხოლმე პოზიციებს ანუ ნახევარმცველებს ჩამოწევდა მცველებს ესწრებოდა ბურთის ამოტანაში ეგ ეხმარებოდა ჰაკანი ჩამოიწევდა ქვემოთ აჩერბი შეიძლება ცენტრალურ ნახევარმცველის როლში გვეხილა რამდენიმე წუთით ძალიან საინტერესო იყო ანუ გუნდი დრიბლიორის გარეშე გუნდი კაცის მომტყუებლის გარეშე ტაქტიკურად იმდენად გამართული იყო რომ 3 ტიტულის მოგების შანსი ჰქონდა მე ერთი ვერ მოიგო, მაგრამ ქონდა. შვენიერი სეზონი ქონდა ინტერს მაინც. ნუ რა თქმა უნდა, თაობებს არ დაამახსოვრდებათ ეს, იმიტომ რომ ვიკიპედიის პეიჯზე ნახავენ რომ ტიტული არ მოუგენა ინტერს, მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იყო ბოლოს შემდგარს ნაღდა დაამახსოვრდა. კი, არა მხოლოდ ნერაზურის, აი კი, ზოგადად იტალიური ფეხბურთი, შენ კი მაგათი მოწ ყველაზე დიდი მტრის, ხო? ყველაზე დიდი რამდენად და არ ვიცი შეიძლება იუვენტუსი იყოს, ხო? უფრო, კი, უფრო. ეხა უბრალოდ რაღაც გავყევი ფიქრებს, პეპ გვარდიოლამდე მინდოდა გამეხსენებინა მწვრთნელი, რომლის გუნდიც დაკარგული ბურთის მერე ეგრევე პრესინგზე ადიოდა. შეიძლება ეს ჩემი ასაკის ბრალია, ნუ ყოველ შემთხვევაში ეგ ნახდად ვიცი რომ აქ პერიოდში არ არის და შეიძლება ასულონ, მაგრამ წამებში რამდენად ახერხებდა ბურთის დაბრუნებას, რამდენად წარმატებული იყო ეგ, თორე ალბათ ექნებოდათ ეგ მიდგომაც. და მაგის მერე ხარ, რასაც ვიხსენებ აი დაკურვებით რომ უყურო ალბათ მაინც ჰანს ფლიკი ასოცირდება ხოლმე კონკრეტულად მაგ სცენასთან რომ დაკარგე და დაკარგეც არა თამაშს რო იწყებ და მაშინ რო ადიხარ მაგრამ წლემოდელი პერიოდშიც ეგრე არ არის გეგენ პრესინგიც გემახსოვრება კლოპის გეგენ პრესინგი საერთოდ სხვა ის არის რა უცნაურია რომ მიხელსისგან არის შთაგონებული კლოპიც და გვარდიოლას და სრულიად სხვანაირად გაიგეს რინუს მიხელსი საბოლოოდ იმიტომ რომ ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან პეპიც და კლოპიც. ორივე თამაშობს პრესინგს, მაგრამ სრულიად განსხვავებულად ახერხებენ მაგას რა. რინუს მიხელსი როგორ დავსვი? ეხა მქონდა ზუსტად წეგანახსენე. მიხელსი ხო, წეგანახსენე რომ მიხელს ალბათ ვერ მოვესწრებოდით ჩვენთვის ადრეაო და შენთვის ვიყოფილო. ვაიმე? პირველი. არა? მიხელს კი არა, მე ვიტყოდი ალბათ ნუ ჩემი თაობა ვერ მოესწრებოდით ხო რაღაც და შეიძლება ისეთი სიტყვა იყო რომ მიხელს მაგრამ ოკეი ძალიან კაი იყო იმიტომ რომ მიხელზე მინდოდა მეთქე ხა მე-20 საუკუნეში მე შეიძლება ინოვატორები რო შემოვაგე და მე გამახსენდა არა შეიძლება აი მაგურებელი ნახავს მაგას გადაახოს ეგ ხო რაღაცა
უნივერსალიზმს ითხოვდა ხოლმე რა და მაგაზე გამახსენდა რომ სარბელს ეწერა თქო კარგი სტატია CDK-სთან რომ აგებდა 4-1-ს დინამო მაშინ ბერიაზე ეხა გილაპარაკები ლაუნეთ ბერია და ბერაია თქო ბერია შევიდა გასახდელში და დაემუქრა რა ბიჭებს და ამას იხსენებს ბორის პაიჭაძე და ბორის პაიჭაძემ გადაწყვიტა რომ მითითებები მისცა რომ აი ხა უბრალოდო როგორც ვართო ავირევითო ყველგან როტაცია ყველა პოზიციაზე და გავდივართ თამაშში. ოღონდ სხვადასხვა პოზიციებზე სუაკეთით უნდა ვითამაშოთ და ეგ თამაში ბოლოს მოვიგეთ 5-4. აჰა. ეხა ეგ რო დავაკავშიროთ თანამედროვე ფეხბურთთან პირდაპირ პროპორციული ვერ იქნება, მაგრამ აი ეგეთი სიგიჟე რამ რაც შეიძლება რომ მიეღო მწვრთნელს გასახდელში. და вообще შენ თუ ეგ თამაში მიყავდა რომ აი პირველ ტაიმში შეუყურებდა აი გამორიცხული რომ მეორე ტაიმში ამ გუნდმა რამ ექნას და უცებ დახვდა საერთოდ სხვა სურათი. ესე გახსენება მიწერს, მაგრამ ერთ-ერთი რაც გამიკვირდა ის იყო რომ ბერნარდო სილვა თამაშა გვარდიოლამ ცრუ მარცხენა მცველად თუ რაღაც ეგეთი მსგავსი პოზიცია იყო რა. მარცხენა მცველი იყო, ანუ ტაქტიკურად ეგრე იყო განთავსებული მარცხენა ფლანგზე მცველად. ბერნარდო სილვა, მაგრამ თამაშობდა თან ცენტრში შემოწეული და ნუ ეგ იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინოვაცია ბოლო წლებში რა მარცხენა მცველის ან მარჯვენა მცველის შეწევა ცენტრში და თან გასაყრდენება რაღაც მხრივ და ნუ ლუის ენრიკესთანაც შეიძლება პარალელების გავლება ყველა ერთმანეთთან რო ცვლის პოზიციებს ეგეც საინტერესო ნახავი ძალიან ისე რა ვქო მაგის როტაციის გარეშე აზრით თუ სადღაც კაცი არ გაიყოლეს სივრცე უნდა გახსნა მაგრამ შენ პირობითად რეპორტაჟზე გამომიცდია თუნდაც ერთი სატესტო თქვენთან რომ ძალიან სხვა რაღაცა მithmetes პირველ ეტაპზე რა და ეხლა კი როგორც სახლში მას ეგრძნობ თავს მაგრამ აი პირველად სად დამოღამე რომ აი თუნდაც ეს როტაციები რო იყო ან პოზიციების ცვლილება გინდა არ გინდა თამაში რომ მიყვები შენ მიყვები სხვა ემოციით სხვა რაღაცა აი კლოპსაც ქონია მაგალითად რობერტსონი ტრენდისთვის გაუცვლია არ ყოფილა ისეთი რაღაცა რომ შეცვლილა პოზიციები და ვერ მიმხვდარიყო თუ გახსენდება ალბათ იქნებოდა შეიძლება დღემდე ვერ მივხვდი შეცვალეს იმათმა და მე ვერ მივხვდი იმიტომ რომ ჩემთვის თავარი მუღამი ეგ არ არის საინტერესოა შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ფეხბურთში ეს ტაქტიკა ხო მაგრამ აი მე მაგაზე ვერ ვენთები ისე როგორც მაგალითად ალექსანდრე გაბრიჩიძე ხო გაბრომიცის ხოლმე რომ ყველაფერზე აი მაგ პირობითად 4-3-3-ზე 3-4-3-ზე გადაკეთა და უცოდ საყრდენი აგდო ჩამოაგდო მაგას სწრაფად ასკანერებს ეგ ცოტა ხო ეგ ძალიან ზედაპირულია უპროსიღმებში შედის ხოლმე პირველი რაც ხო მე ვერ ურისკავ რა ეგრე ძალიან იმიტომ რომ შეიძლება მართლა მივხვდე რაც გააკეთა მწვრთნელმა მაგრამ ვერ მივხვდე და გიყურებდეს მაგალითად ამ საქმეში განსწავლული ადამიანი თუნდაც მწვრთნელი და იმის თვალში სულელი გამოჩნდა აი მაგის მერიდება ხოლმე რა რომ ძალიან არასწორი არ ვიყო ვერ ურისკავ მე უფრო სხვა მუღამები მაქვს ეხა ეგ დამოკიდებულება მომეწონა იმიტომ რომ დღეს ეხა კიდე ნაკლებად მაგრამ იყო პერიოდი საქართველოში როცა ეგ ეკიდათ ხოლმე ანუ მე ვარ და ჩემი ნაბადი შეიძლება ეხაც არ მახსენდება მე მაგრამ ანუ რაღაცა ისე დამაჯერებლად ეგეც უნდა იყოს რომ დამაჯერებლად თქვა ეხა ეთერში ხარ მაგრამ რაღაცა სისულელეს და ამორალურს ისე დამაჯერებლად იტყოდნენ ხოლმე რომ აზრი არ ქონდა მე მან საუბარს მაგრამ ეხა უსმენ ვინ შემოვა რეპორტაჟი და ვინ შეგეკამათება ხო ხო ძალიან ვცდილობ ხოლმე რომ ეგრე არ ვქნა რა მაგრამ რასაც აკეთებ ეგრე უნდა იყოს მოკლედ რა არა თუ ადამიანს გონია რომ იმდენად კარგად არის ამ საქმეში გარკვეული რომ შეუძლია მაგის გაკეთება ეგრევე წამებში მიხვდეს მწვრთნელი რას საკეთებს ლაივში და იქ თქვას და გამოვიდეს და გაბროახსენე და გაბროს ხშირად გამოშლია რატომაც არ გააკეთოს მაგრამ მე მაგის წლებში ვცდილობ რომ არ შევიდე ხა რა თქმა უნდა იმას მეც მიხვდები რომ რა 4-3-3 თამაშობა და 5 ცოლზე თუ გადავიდე მაგას შეც მიხვდები მეც მიხვდები და რა მე-10 თამაში რო იყოს ვიღაცისთვის შეიძლება ეგეც მიხვდეს მაგრამ იქ პირველ ზონაში რა მოხდა როგორ დაიცვა თავი და ის კიდე სხვა რა ხო კი ეხა სუპერთასი ალბათ უკვე სუპერთასის გამარჯვებული ვინაობა გვეცოდინება ეს ეპიზოდი რო დაიდება და მოდი მაინც გითხარი წაყვანილი გვექნება მე და ტაფსონას ეგ თამაში ვინ მოიგებს აი პროგნოზებისგან სულ თავს ვიკავებ ხოლმე თან იმიტომ რომ ერთ-ერთი იმიტომ რომ ძალიან რთულია რამე გამოიცნე ხა მარტივი ეხა მე რო გითხრა პარი სენ-ჟერმენი მოიგებს არავინ არ იტყვის რომ ვა ანდრო როგორ გამოიცანი ეგ და რო გითხრა ტოტენჰემი ვთქვათ ორივე მერცულონად არა ხო და მე რეგრევე ჰეითის ტალღა წამოვა ხო არ გონია რომ პარი სენ-ჟერმენი მოტივირებული იქნება განსაკუთრებით ჩელსთან წაგების მერე და პესჟეზე იმიტომ დავიწყო საუბარი რომ რაღაც მომენტში შიში მაქვს თქო რისი იცი დამუღამების გულშემატკი არა აი გულშემატკივრული შიში მაქვს იმის რომ ტრანსფერები ხარ აკეთდება ისეთი
არც ერთი შევალიეს ხო, ნუ და ცდილობენ და ზაბარნის. ზაბარნი, ხო. რომელიც ძალიან ჭირდება ჩემი აზრით. და რესურსობრივად სადღაც გაითიშებიან თქო ეს პატარა რო აი სკამის ფეხბურთელებს ამო ზუსტად ხო თორე სერიოზული ფეხბურთელის მოყვანა ჩემი აზრით სერიოზული ფეხბურთელი სკამის ფეხბურთელი რომელიც პირობითად თუნდაც ნაკლებად მნიშვნელოვან ამ მნიშვნელოვან თამაშზე 70 წუთის მერე შეცვლის სრულფასოვნად თუ არა რაღაც 80-90%. ხო მე რომ მარჯვენა მცველად ზაირემერის დაყენება არ უწევდეს მაშინ როცა ჰაკიმის დასვენება ეხა შენ მითხარი ვინ გახსენდება მე ეხა კიდე ისე რაღაცებს შეიძლება აუცდე მაგრამ ბარკოლა ყვარას გარდა აი პირობითად ყვარა რო ბარკოლამ შეცვალოს ან რაზი აქვს გინდა დეზირედუინ ვერ ვიხსენებ ერთ სრულფასოვან ფეხბურთელს რომელიც კამზე ზის და შეცვლის ვინმე გინდა ვიტინია გინდა ბერალდო ეგეთი კარგი ჩანაცვლებელი არ არის ზაირემერი ჯერ ვერ დაბრუნდა ტრამვიდან ის როგორც იქამდე. და მადრიდის ხოლმე ეს ჰემატომები, მიკროტრამვები და აი ეგ არის. მაგის მეშენია ყველაზე მეტად. ეხაც მე მგონია რომ ეგ იყო ერთ-ერთი განმაპირობებელი ამ სოფლიოს. ხო დემბელესაც ტრავმა ჰქონდა, ხო? ძალიან იშვიათია რომ თელმა სეზონმა, მნიშვნელოვანმა ნაწილმა სეზონის ისე ჩაიაროს რომ ტრავმა არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონდეს, არც ერთ მნიშვნელოვან ფეხბურთელს. თუ გასულ ლივერპული რომ ჩემპიონი გახდა პრემიერ ლიგაში, შემდეგ სეზონში უკვე ძალიან გაიძრავა. ხო, აუდათ და შემდეგ სეზონში როგორც საერთოდ დაიწყეს. რაღაც მომენტში მე უკვე გაეთიშათ რესურსი ძალიან მნიშვნელოვანი. 7 წააგეს ასტორნულოსთან. მაგრამ მაგაზე ხარა გამახსენდა? ალისონი. სიგიჟე. ალისონი ხო გამახსენდა და სიგიჟეები ბარემ ერთ-ერთი გიჟური ის რომ 22 კაცი რო ყავს, რაზეც 25 კაცი რო ყავს, ორ გუნდს გამოიყვანს და ორივე პრემიერ ლიგას მოიგებს, ჟოზე მოურინიომ რა თქვა თავის დროზე, რომ აზრი არ აქვს, ანუ სკამიც ისეთი ყავსო, რომ ეგ ვიზე თქვა? სიტიზე თქვა, სიტიზე ითქვა და ხო რა თქმა უნდა. ლივერპულზე რო არ ითქვა და მაგას მოვიდა. ხო, მაშინდელი ლივერპული თან მაინც არ იყო ის ლივერპული ასე ყოფილი. ხო, იმედი. ესეთი კარგი შემადგენლობა ფურცელზე ლივერპულს ეხა როგორ იწყავს? არ ყოლია აქამდე ჩემი აზრით. სხვადასხვა მაგაზე მიფიქრია. შეიძლება რომ წელს მართლა ის იყოს, რა ქვია, სიგიჟე სეზონი გველოდებოდეს. ანუ ეგეთი ფავორიტი სტატუსით ბოლოს ლივერპულმა როდის დაიწყო და პრემიერ ლიგის სეზონი რა. რომ აი ბუკმეიკერების აზრით ფავორიტი ყოფილიყო. აი ხა წეღარ ვახსენე ჩემპიონობის მერე სეზონშიც კი არ იყო ეგრეთ. ჩემი აზრით. ჩემპიონობის ხო, იმიტომ რომ სიტი იყო დომინანტი სერიოზული რა. არ ვიცი. წელს ძალიან დიდი ავანსია გაცემული ლივერპულზე და ძალიან მაინტერესებს. თან მამარდა რო გადავიდა ხა. კიდევ უფრო საინტერესო. შეტევითი ხაზი რამეკარები. ჩემმა ერთ-ერთმა ძმაკაცმა ადრე სულ პირველად რო დავიწყე თქვენთან მუშაობა. მაშინ კიდე აქტუალური იყო ეგ თემა, რომ შეიცვალა ეს საკომენტატორო სტილი არა, უბრალოდ ნუ შენ შემოვარდი რა, ხა მანამდე აჭარას პროდუცერს ხო იყავი, მაგრამ აი უკვე რო ჩაერთო და ბოლომდე გადმოერთო სეტანდაზე ხალხი და ესეთი შეკითხვა დამისვეს. და შენ უპასუხე თავად. ეგ ბიჭი გიჟიაო და მე ვუთხარი რომ აბა რო არ იყოს თქო ესე კარგად ვერ წაიყვანა თქო თამაში და გიჟი ხარ თუ არა? არასწორად ვუთხარი თუ რა ალბათ კი, არ ვიცი. ეს სხვა უნდა შეაფასო, გიჟები გეტყვიან რომ გიჟი ვარო? ხო ეგრე ისიც ამბობდა მარადონა, იქ საგიჟეჭი რა დააწვინეს რომ მარადონა არავინ ვერ დაუჭერა. ზოგიო ნაპოლეონებას უბრალოდ აბრაამ ლინკოლნი ვარო ერთმა რომ და მეო არ მიჯერებდნენ რომ მარადონა ვიყავი, ის მეძახდნენ. ხო, იმიტომ რომ ტაფსონაც რომ ყავდა ტაფსონა არა გიჟი. არა, ტაფსონა არა გიჟი. ტაფსონასთან ცირა შეკითხვა იყო, რომ რამდენად ავთენტურია და გულწრფელია და ბუნებრივია. და ანალოგიური შეკითხვა თქო ტაფსონას ვესაუბრებოდი. ანდროზის მოდიოდა, იმიტომ რომ ვიღაცებს გონიათ, რომ ხელოვნურად შექმნილი რაღაცა ის არის თქო რა ქვია. როლი, მაგრამ ზოგადად ისე ხო როლი რაღაც უნდა ქონდეს, მაგრამ ანუ ეს ტიპი თავიდან თუნდაც ვისაც შენი ფეხბურთის თამაში უნახავს, თუნდაც შენ ანუ ის ბავშვური და FIFA-ს თამაში ვაიმე ხარა გამახსენე და სიგიჟეები სულ ახალი მოსული რომ ვარ და ჯოისტიკი ის როლე გახსოვს და მე რომ იმასკენ მე იცი რა მახსოვს ეხლა უნდა ავსკროლო ვოისად მომწერე რომ არ გეწყინოსოთ რაღაცა მომწერე ეგ აღარ მახსოვს ზუსტად რომ ხო არ გაწყენინან გაგიტყლა იმიტომ რომ მე ცოტა ეგ მაგ ხოლმე იმიტომ რომ წაგებას ვერ ვეგუები იმაში რაშიც გონია რომ ნორმალურზე კარგი ვარ აი ესეთი სტუმარმა სპინძელია მეგობრებო მივედი ეგ მე ჩემი სახლი არ ყოფილა ეგ ყოფის ეგრე არ აღმიქვია რომ სახლში რომ მოხვიდე იქ არ ვიცი ჯოისტიკს ხო თავიდან და არ შენთან რომ მოვიდე აი შეიძლება გეიმერში ან პლეირუმში სადმე არა მე სრულ არ მომიგე და მაგიტო დამამარცხე ვერსია და რამდენიმე ვითამაშეთ ხო მანდ ისე იყო რომ ერთი მომიგე ხო და მე მეორე მოვიგე და რაღაცა ისე უწევდა ან მესამე თამაში რაღაცა იყო მოკლედ რა რომ ერთით გასწრებდი თუ მარტივად რო შევაჯამოთ ვისაც ჩემთან FIFA უთამაშია ვისაც ისეთი თამაში უნახავს ჩემთან ერთად რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაკრების თამაში მაგალითად ან ჩემი საყვარელი გუნდის თამაში მიხვდებიან რომ რავი ეგეთი ვარ ანუ რა თქმა უნდა რომ ლეჩე ვერონაზე იგივე ემოციები ვერ მექნება რაც რეალი ბარსას ხო
ცოტათი მსახიობი ხო უნდა იყოს კომენტატორი, ცოტათი მასწავლებელიც უნდა იყოს, ალბათ ცოტათი ფანიც უნდა იყოს, რომ ტიპმა რომ მოусმინოს და უყუროს თამაშს ისე ამონოს რა. რა თქმა უნდა. თორე ეხა წარმოვიდგინე რომ რაღაც ვიღაცისთვის ეხა ევერტონი არის თავის საყვარელი გუნდი და ევერტონზეც უნდა რომ ეგ ემოცია ქონდეს რაც გაქვს მაგალითად მანჩესტერის თამაშზე. და იმასაც უნდა დაუკმაყოფილო. რა თქმა უნდა, ეხა ძალით ყვირილი და გავსრაცები არ მიგულისხმია, მაგრამ უნდა შეხედო იმ თამაშს ევერტონის ფანის პერსპექტივიდან. რა მე ეგრე მგონია. მე ეგრე ვშვები ხოლმე. ჯერ შევდივარ, აი ევერტონი ბორმუთი მიმყავს. შევდივარ ევერტონის ფანების ფორუმზე, რა შვებიან, რა ადარდებთ, რა სელოდებიან ამ თამაშიდან, მე ბორმუთის ფორუმზე და მე მიადულდება რა, მე რო ხედავ, როგორ თამაშობენ ესენი და გულშემატკივრებს აჩვენებენ. ჩემთვის ნაცნობია უკვე იმ მათ გულში რა ხდება, წარმოვიდგენ ხოლმე და ნუ მეც ვცდილობ რომ იმათ სხეულში შევიდე. ეგ მეხმარება მაგაში რა. თორე ისე გეთახმები რომ შეუძლებელია რაღაც ლეჩეს და ვერონას არ ვიცი სადო გადავეკიდე, მაგრამ ლეჩე და ვერონა ეგრე გაინტერესებს სიყვარული ხედა, მაგრამ რაღაცა ეგეთი გიტრიალებს. არ სიყვარული თუ სიძულვილი ამ შემთხვევაში ხა ისე რომ მოყავს მაგალითად არ ვიცი. ანუ მიყვარს იტალიური ფეხბურთი. შემდეგი თემა იყოს ტრანსფერებზე, მაგრამ უკვე გაკეთებული იქნება ბევრი, ხო? არა. ზოგადად ტრანსფერების ისტორია, თუნდაც სიგიჟეზე პირველი მახსენდება ნეიმარის 222 მილიონი არაფერში. არაფერში მერე გამოვიდა რომ არაფერში, მაგრამ უბრალოდ არაფერს რატო ეძახი, იცი? იმდენად აწია თამასა, რომ აზრი აღარ აქვს. ანუ აზრი აღარ ქონდა მაშინ, ეხა 8 წეულია და 10 წეულია და მეკარეებიც რა ღირს, მაგრამ მათი ღირებულება არ არის, ეგეც ვიცით. ცენტრალური მცველიც რა ღირს და მაშინ როგორ იყო ხოლმე 15 მილიონში ჩაეტეოდი და ეხლა რო გადახედო ტოპ 20 ტრანსფერს ან 15 ტრანსფერს ფეხბურთის ისტორიაში რაც მომხდარა. ნეიმარზე ვერ ვიტყვი რომ ყველაზე ნაკლებად გაამართლა რა. ანუ ფასთან შედარებით თუნდაც. ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი ათამაშა პარი სენ-ჟერმენს და იმ სეზონში ჩემი აზრით ბაპეზე უკეთესი იყო. იმ სეზონში ჩემი აზრითაც ბაპეზე უკეთესი იყო. სასწაული იყო. კორონას ისა 20-21 არის ხო რო წააგეს ფინალში. ბაიერნთან კი და რა ვიცი კონდა შანსი პარი სენ-ჟერმენს რომ მოიგო იქ. ხო, მან უფრო ის იყო ბარსელონიდან გადასვლა და საბოლოო ჯამში. იმიტომ რომ ყველას წარმოედგინა რომ მესის მემკვიდრე იყო და ასე შემდეგ. აი მაგალითად რო გაიხსენო რა ვიცი ვის ტრანსფერი. პოგბასი? პოგბას ტრანსფერმა გაამართლა 100 მილიონი იყო გადახდილი. იმაში 222, იმან რაღაც უკვე ბევრი პარი სენ-ჟერმენში ძალიან მაგრა ითამაშა. ყვითელი ფორმა რო ქონდა მეორე საგარეო პირველივე სეზონი. სასწაულად ჩაატარა ნეიმარმა და კიდე ქონდა. მერე უბრალოდ იმტრეოდა რა და დის დაბადების დღეს დადიოდა. კარგად გაყია. აბა კიდე გაიხსენე ვინ არის ეგეთი ხავ ვცდილობ მთელი ძალით რომ გავიხსენო. ფლოპები? აი ხო, აი როგორებიც, აი არაფერში რო არ ეწერა, ნუ შეიძლება ეწერა თავიდან, მაგრამ მე რა აღარ ეწერა. სოილუნი? აუ რატო გადავეკიდე მაგასაც? 70 მილიონი. შეგვეშვია მანჩესტერელებს რა. კოუტინიო ხო? კოუტინიო ძალიან ბევრი გადაიხადეს კოუტინიო. კოუტინიო. კაი, ეხა ამასინად მომიწია. გრიზმანი. ამასინად გრიზმანი. ბარსას ტრანსფერები ჩამოთვალე ყველამ. და ჟოაო ფელიქსი უდიდესი ტყუილი აღმოჩნდა. მეც მოვტყუდი რა, მეც. და ჯამში იცნამდენია დახარჯული? მეორე თუ მესამე ფეხბურთელია? 284 მილიონია ჯამში დახარჯული. სიგიჟეა. სისულელეა უფრო, სიგიჟე კი არა. ანუ როგორ ვერ მიხვდნენ ახლა, ნუ აი ამდენი ამდენჯერ აი ჩვენ როს ხედავთ და ისინი ვერ ჭკუა ესწავლათ რომ რაღაც ატლეტიკო შეცდა, ბარსელონა შეცდა, ჩელსი შეცდა, გონი მე მგონია რომ მაგის კარიერას კიდე იცი რა მუშალა, აი ბოლოს ბარსელონაში რომ რაღაცები გამოანათა, ხო იცი პატარა გამონათებები რო ქონდა განათხოვებისას. ანუ კაცი რომ სოლსე ერთ სოლსემს მეორე სოლსემს და მეექვსე კიდე რომ მიყვება და რო აქ იმედი რომ ჩემთან გამოსწორდებაო, აი ეგრე იყო მილანი ბოლოს ჟოო ფელიქსე და ცემა მილანიც და წავიდა ალნასერში. იქიდან იცი რა გინდა შენი სტენდაპი დავწერე თუ რამე გქონდა მოსაყვარლი შენ სასმელთან როგორ ხო კარგად ხარ ლუდთან ვარ ცუდად მართლა კი ის ერთადერთი ადამიანი ვარ საქართველოში ვისაც ლუდი არ უყვარს მაგრამ არა უშავს აი აქ დავიდგამ რომ ცოტა თან უნდა მეთქვა გადახო შენ გიყვარს მე ლუდს ხა ხო იცი მე როგორ სპორტსმენი ცხოვრებით მეც ხო იცი როგორ სპორტსმენი მაგრამ ლუდი ისეთი რაღაც არა ხა ინტეგრაციას ვცდილობ ხოლმე სვავ ხოლმე ლუდს მაგრამ აი ხალხთან ერთად როცა ვარ და აი 6 კაცი სვავს და მე ვარ მე7 და ეგრე ვსვავ ხოლმე. სხვათა შორის ზოგადად დალევაცზეც არ გიждები. ხო, თუ რაღაცა ისეთი სიტუაცია არის შექმნილი. მეც ძალიან იშვიათად. ხო, რა ესე სამშაბათ დღეს არ მომინდება რომ მოდი დავლიო თქო. მაგრამ რა თქმა უნდა, წინა პარასკევს გიჟივი დავთვერი და მეორე დღეს თავი ძლივს ავწიე. ხო, თან ვის არის რომ პირველად და ესე სრულ ფასონად და მართლა ლუდი როცა და თან ლუდის დიდი მოყვარული არ ვიყავი იყო ეხა ვინც უნდა გამოაცხადა ჩვენი სპონსორია ორი კათხა ვიქტორ კუპრაძის 52-ში ვარგეტულ შეგიძლიათ რატომ ველოდებოდი რომ რაღაც ჩემოვიდა და
ესე შემოვიდა ესე. ხო, ვიქტორ კუპრაძე 52-ში და პირველი იყო APA, რომელიც მაგრად მომეწონა. თან შავი ცოტა მწარელუდი იყო და ძმაკაცებმა კიდამცინეს რომ რაღაი გაირჩიეო რა, მაგრამ აპა, რომელსაც APA იქნება და აი აპა რომ Game of Thrones GOT-ის ეძახი? ხო არა. კაი, PSG-ს ხო ვიძახით რა გინდა. PSG ხო კომენტატორი როცა ხარ, სწორად ხო. თორე ხო და მეც სპონსორი სენიორს PSG-ს ვეძახი, შეიძლება. აი GTA რო დაუძახო GTA. ხო, აი GTA-ს ვეძახი. რა თქმა უნდა PSG-ს ვეძახი. მაგრამ APA-ის გარდა გვაქვს ლაგერიც, პილცნერიც და ხორბლის ლუდიც და ასევე ქართულ სუფრაზე დევს, არა, კარგად რო ხარ. მეთქი მაგას მეკითხი. პირველი საჭმელი რა არის? პირველი საჭმელი რა არის ქართულ სუფრაზე, რაც მახსენდება? არა, რაც გიყვარს, თორე გახსენდება რა. ხინკალი. რა თქმა უნდა. კარგი. ხინკალი ყავს უეჭველი პირველ ადგილას და მე უკვე ვიწყებ ფიქრს. მე მწვადი შეიძლება იყოს იქ რავი. მე ძალიან მიყვარს ღომი და ბაჟე, საცივიც, აჭარული ხაჭაპური, რავი, კიდე რა ჩამოთვალ. მარტო ქართულები? არა, ევროპული ისიც გვაქვს სხვათა შორის ორ კათხაში, რა ქვია? პიცა თუ რა? ყველაფერი. კანჭისმენიო. რა გინდა? არც ერთზე არ ვიტყოდი უარს. არც აი მაგასთან ერთად ლუცსაც დავლებდი. აი მაშინ მე მას დავიმახსოვრე და ჩვენ სადღაც ეპიზოდის გამეორება გვექნება. აი შენი სეზონი როგორ წავა? გადავიკვეთოთ და კანჭისმენი ვთქვა. და იქ შევხვდეთ. ბაზარი არა. მოსულ. კაი. ეხა მოდი რეკორდული ტრანსფერები თან გავიხსენეთ თან ნეიმარი იყო. თხლად შევეხეთ. თხლად ხო პოგბა იყო იქით და იყო რაღაცა აბსურდები. მონაცემთა ანალიტიკაზე მინდა და მეკითხა თუ ფლობ თქვენ ინფორმაციას, იმიტომ რომ მონაცემთა ანალიტიკაში რას გულისხმობ? აი ნებისმიერი თუნდაც აი ეს რამდენ კილომეტრაჟს გარბის, ეს ფეხბურთელი დღეს როგორ გზნობს თავს, აბა აი პრემიერ ლიგაში გესურიან ეგეთ ინფორმაციას. შეუდა აიცილო რომ რაღაც რელევანტური დატოვა და ნაკლებად საინტერესო და დებილობა არს თქვა. NBA-ში არის ხოლმე რომ სამშაბათს გახდა ეს ფეხბურთელი, ეს კალათბურთელი პირველი რომელმაც მარცხენა ხელი ჩააგდო რაღაც 30. მაგასაც იძებენ ხოლმე მართლა. არ ვიცი ვინ ითulis. კაი, ეხა ხელოვნური ინტელექტი შემოვიდა და შეიძლება მაგათ აწვალებენ, მაგრამ იქამდე ვიღაცა ადამიანი ხო აკეთებდა. შენ გახსოვს ბობოხიძე დავითი? დავით ბობოხიძე როგორ არ მაქვს შვენი კოლეგა. არ წაგვიყვანი, არ მოგვიწია, იმიტომ რომ ძირითადად ფუტზალზე იყო. ფუტზალზე იყო ხოლმე და მე იყო ჩემპიონშიპზე დაიჯდა. როგორც ვიცი. ნუ ავსტრალია რომ იყავდა ხოლმე მანამდე სატესტოებზე და ის ვიცი. ეგ იყო ხოლმე ჩემი მწვრთნელი თესეუში ფუტზალის, ხო და ერთხელ მახსოვს რომ რაღაცას ვუსმენ თუ არ ვწდები ფულემის თამაშია ჩემპიონშიპი მიყავს და ინფორმაცია ვერც ფეხბურთელს ვერ ვიხსენებ, ხო დაახლოებით ესეთი რა ან ფულემია, ან საუთემპტონია, რომ რაღაც იგი შეწერა, რომელიღაცა ფეხბურთელი ზაღლი გარდაიცვალა თუ რაღაცა და დარდი გააყოლა ამან და ვერ იყო ჯანსაღი, არ ვიცი, რაღაცა ძალიან ფაქტობრივი ცოდნა იყო, აი როგორ იცი, აი რო ჩაწუდა ამ ფეხბურთელის ოჯახს და მე თვითონ გადავობდა, რომ ბატონმა ზურამ მეზოლიო გამომიყვანა და მithra, თვად ესეც არ გინდა, ესეც ნუ ჩაწუდა. ეგრესი ღრმისეულა და სარგი. რა ზაღლი გარდაიცვალა და იმას გაყვადა. არ მაგის გაფილტრვა ძალიან რთულია განსაკუთრებით პრემიერ ლიგაში. აი სერიაში ეძებ მართლა ეგეთ ინფორმაციას, იმიტომ რომ აი ხა ინფორმაციის პირველ წყარო უმეტესწილად თუ კონფიდენციალური არ არის, რა საიტებია ხოლმე პრემიერ ლიგასაც ეხება შენთვის. აი პრემიერ ლიგას სწრაფად ამოვარდეს. პრემიერ ლიგას საერთოდ მოყვება ის სტატპეკი მოყვება რა, თავი მაგალითად არის ასტონ ვილა ნიუკასლ. ასტონ ვილაზე ცალკე წერია. ყველა ფეხბურთელს დახასიათება ის რა შეიძლება რაღაც რა რენდომ ფაქტიც იყოს რა. ერთად რა სანდრო ტონალი ბავშვობაში იყო ასტონ ვილას ფანი. მილანის იყო მაგალითად. მე წერია მეორე გუნდზე. და მე წერია ასტონ ვილას და ნიუკას რა კვეთები ქონდა. ჯერ მარტო ის რომ მოყვე, აი მარტო ეგრო იბაზრო რა. არ მოიძიო არანაირი ინფორმაცია თამაშზე. მაინც შეავს და წაიღო. ის რო კარგად შეისწავლო რა, აი როგორც რაღაც გამოცდისთვის ემზადები, ეგრე რომ შეისწავლო და ნუ თან შესწავლოს არ ჭირდება, იმიტომ რომ გიდევს წინ და უბრალოდ იცოდე, გაანაწილო რა როდის თქვა. მაგრამ ეგრე უკვე მოსაბეზრებელიც იქნება ჩემი აზრით რა მარტო სტატისტიკას რო გაყვე. ამიტომ ატლეტიკი არის მშვენიერი საიტი, გარდიანი, საინტერესო ანალიტიკური სტატიების დასაკითხად. ჩემი ფავორიტი მაინც ატლეტიკი არის, იმიტომ რომ ძალიან კარგი მწერლები ყავს რა. იუმორიც არის დიდი დოზით და მე ძალიან მიყვარს რეპორტაჟის დროსაც და სტატიაშიც და ყველგან პრინციპში რა. იუმორი თუ არ აქვს ადამიანს ვერ გავსლები ხან. ფაქტობრივი ცოდნას მოაყოლებ კარგ რაღაცას. ოდესმე, თან ხო ლეპტოპი გიდევთ ხოლმე და გინალგი და რაღაცას კითხულობ, ხო ეგრეა. ოდესმე
თამაში ორნი რო ხართ და აბალანსებთ ერთმანეთს, ეგ გასაგებია რომ ერთმა შეიძლება რაღაცა ინფორმაცია მოგვაწოდოს და მეორე გადაერთო და მიყავს თამაში. ოდესმე ამ რაღაცა მასალის ამოკითხვისას სათამაშო სიტუაცია ისე თუ გამოგრჩენია, რომ ან საერთოდ დაბნეულ ხარ. არა მე სიგიჟე გითხოს. გაიხსენება თუ გახსოვს. აუ რავი, გოლიც გამიმარჯვოს ეგრე. კი, ხო, რაღაც შეიძლება კითხულობი და უცბად დაარტყეს და მე გამეორებას რო ელოდები და მაგრამ არ გითქვამს ეთერში. რა უნდა მეთქვა ეთერში რომ წარმოიდგინე როგორ უნდა გამერისკა. შვენიერი გოლი მეთქვა და არ ყოფილიყო მე რაღაცა იმას ველოდები ხოლმე რა, მაგ დროს ვენდობი ჩემ კოლეგას. ჩავეჭერი. ანუ შენი კოლეგის სისულელე თუ გამოგისწორებია რეპორტაჟი. ბიჭო, იმედად ცდილობს ხოლმე სულ მაგას, რომ იმედად გლიცინებს სულ. არა, იმედად ცდილობს მეორე კომენტატორის გაპატიოსნებას. მაგალითად იმ დღეს თქვი, რომ მანუელ უგარტეს თქო კატასტროფული თამაში ჰქონდა. თქო და არა იცით მეგობრებო, ანდროს უნდა და არა, ეგ გულისხმე, ხო, მართლა მგონია რომ კატასტროფული თამაში ჰქონდა რა. ანუ არ მგონია რომ რაღაც შეურაცხყოფა მივაყენე, ანუ აგინე ან იმას ვქენე. კატასტროფული თამაში ჰქონდა, რა მოხდა? მესისაც გონია და რონალდუსაც ხო კატასტროფული უგარტე ვინაა რო არ ქონოდა. არა ეს იცით მეგობრებო, ეხა არ გეწყინოთ ანდრო არ ჩათვალოთ რომ დაახლოებით იცი რა იყო? შენ რო ეჩარჯო რომ ის რა ჯემი ცოლი ზაქალებში. ხალბატონო კატა დამესიზრე და შემიყვარდ რო ეუბნე რომ საშინელება იყო შემარჩა. ხო და ჰერტა ის რომ მიყავდა დაამთავრებ უცბად. რა მოხდა ეგეთი? ეგეთი რა მოხდა და ჩავხედე რაღაცებს კითხულობ. ერთადერთი ფეხბურთელი ვიცი ამ ჰერტანა ლუკე ბაკიო, იმიტომ რომ FIFA 21-ში კარიერაში მყავდა ნაყიდი და ჩავხედე, ამოხედე და აი მეგობრებო თამაშგარე მდგომარეობა თქო თურმე ჯარიმა ყოფილა. რა მოხდა კაცო, მე ჩემ კოლეგას ის გაუკეთებია რომ გამეორება წაუყვანია. ანუ გოლში მეორებდნენ და ეს გამეორება წაუყვანია ისე, თო რა ხდება? აი სასაული რომ მორჩა მე მითხარი ვინ იყო თუ ეხავ შეგიძლია. არა, მე გეტყვი ეხა მეც ხონია ეგეთ შეცდომები, რავი. გოლი გამორჩენია ხო, ნუ ეგ ხდება ხოლმე, ძალიან ხშირად ხდება ეგ რა, იმიტომ რომ თავისუფლად შესაძლებელია რაღაცას კითხულობდე. მარტოს აგიყვანია ეს თქმა. მარტოს არაზუსტ, აი ეგ არის ჩემი ყველაზე დიდი შიში, რომ მარტო წავიყვანო. იმიტომ რომ თან რაღაცას კითხულობ, თან ყურადღება უნდა მიაქციო, თან მოსაბეზრებელი არ უნდა იყო. მაგდონეზე და მაგ სარბიელზე უკვე რთულია. არა, მაგრამ არსებობენ კომენტატორები, ვისაც პირიქით მარტო წაყვანო. გააჩნია ისი. დიმა ობოლაძეს ხო, ნუ თქოს ნოდარ სიმციოისაც რომ მარტო წაყვანო სტილზეა რა დამოკიდებული და რას მიეჩვეო. ჩემთვის მაგალითად შეუძლებელია. დიმას არ ვიცი ხა, დიმა ხო ძალიან ოლდსკულია, მაგრამ ნოდარს კიდე იცი რა უმაგრებ და ზურგს რო ხა მაგას ეროვნული ლიგის თამაშები მიყავდა ხოლმე ლაივში და იქ ხა კიდე სხვა ტემპია. სხვა დუხში მიყავდა და შეიძლება კარგად ინტეგრირდა. სერია ხო სეტანტაზე ადრე მიყავდა ხოლმე სანამ. ეგეც მარტოს მიყავდა. ხო და მანამდე მიყავდა ეროვნული ლიგა და იქიდან ხო. აი ეროვნული ლიგის წაყვანა მარტო კიდე უფრო რთული. კი. როგორ უნდა შეავსო რეპორტაჟი? მაგდენი ინფორმაცია საიდან? ფეხბურთელებს უნდა დაურეკო და იმას მოყოლო, ხო რა? მე მაქვს ხოლმე იცი რა, ეხა ფუძალი რომ მიყავს ხოლმე, ხო მარტო ვზივარ. მე და ჩემი ცოლი ზახალები რო ახსენე, კახა მოსაბერიძეს მიყავს ხოლმე, მამუკას როლში რო იყო ხოლმე თუ იცი. სანის რო შეყარებული, ამის შეყარებული რო სანი, შენ ჩემი ცოლი ზახალებს ხო უყურებ. კი, მაგრამ ეხა მე даже არ ვარ მაყურებელი. ანუ ეხა რაც გამახსენდა პირველი, არ ვიცი ეხა გაუტყდება თუ არა ეგ რო თქო. ვისაც გავს? მამუკა? თვითონ? მამუკა ვის გავს, რომ ფეხბურთელს გავს? ვის გავს? ანუ არც გისაუბრიათ მაგაზე? მამუკა ვის გავს? არა, მამუკას და მხოლოდ კოლეგიალური საუბრები მქონია მინდა გითხრა. ვის გავს? კაი, თუ ეწყინება ამოჭერი. მაგვარს არ გავს? კი. ეგ პირველი ადამიანი ვარ, ვიცი თქვი? ნუ ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია და მე არ მithქვამს და ეხა მე მეცაც გეტყვი. ვიღაცა სულ მომსგავსებდი და ეგ არის. დედას პიცავარ თუ გადავდი. უყურებდი ადამიანს და ვერ ვხვდი რომ ჰარი მაგვარს. ამდენი ხანი რა ეხა გადაკვეთა ერთად არ წავიყვანია თამაში. просто რომ მოდიოდა ხოლმე ვშლიდით რა. კი. რატო უნდა ეწკიროს პრინციპში? 85 მილიონია კაცი გადახდილი. და ცენტრიდან გაქვს გოლები. რავი, ხო, მაგვარი. რამდენი მანჩესტერის კაპიტანი, რონალდოს კაპიტანი იყო. რონალდო გუნდში თამაშობდა, ჰარი კაპიტანი იყო. ხო და მაგასაც მარტო მიყავს ხოლმე და მან თან ისეა ფუტზალში რომ ინფორმაციას არავინ არ მოგაწვდის. თუ არ იცნობ მართლა, იმიტომ რომ მარტო ოჯახის წევრებიდან შეიძლება მარტო ბიძაშვილმა და დედამ იცოდეს ინფორმაცია, ან შეიძლება დედამაც არ იცოდეს და მამამ იცოდეს, ან შეიძლება არც ერთმა არ იცოდეს, იმიტომ რომ ფუტზალი მათს არ აინტერესებს. ხო და ეროვნული ლიგა ვინც კარგად იცის, თუ მაგრად იცის, მაგ შემთხვევაში მარტივია წაყვანა. მაგრამ რამდენჯერ უნდა გამეორო ინფორმაცია? ხო. გეუნები აი ლიგა 1-ზე და სერია 1-ზეც კი ძალიან ჭირს.
ინფორმაციის მოძიება და წარმომადგენია ეროვნულ ლიგას. თან ეხა იქ ვერ დაურეკავ ფეხბურთელებს. 21 რა წაიყვან, შენ რა წაიყვან. 21 მე არ წამიყვან. 21 შენ არ წაიყვან. მე ვიყავი. მაგაზე გავჩერდით, შენ რა წაიყვანეთ. მაგრამ 21 უფრო წაიყვან ხო, რა ვიცი. 21 უფრო წაიყვან, იმიტომ რომ ბევრი ამომავალი ვარსკვლავია და ბევრი ინფორმაციაც არის. თან მაგრამ 21-ის ეს პროტოკოლები და რაც არის ინფორმაციები რაც დება წინა სამატჩო. სხვა საიტებზე იდება თუ იგივე პლატფორმებით შეგიძლია რომ მიიღო ინფორმაცია რაც ეხა არ ვიცი, მაგრამ რავი. წესით ატლეტიკა და იქნებოდა ბევრი რამ. კი, ატლეტიკა. განსაკუთრებით თუ გამოვიდოდა ესპანეთის ათამბო. ხო, რა თქმა უნდა, საფრანგეთზე იქნებოდა და ქართველებზე ალბათ მაინც ეგრე რა. მე ის დამეხმარებოდა რომ ხარატიშვილთან მაგალითად ქონდა ინტერვიუ. ქონდა. გავიცანი კარგად, ფოფხას ქონდა, გიზი მამაგეიშვილთან, ლუკა მილორავას ქონდა, იმასთან ხვადაგიანთან საბასთან და მაგ და სამი კაცი ეგრე რო გაიცანი, ეხა მე იმათ კითხავ დანარჩენებზე და რაღაცა გამოვა რა. Yes. რა თქმა უნდა, ბევრად მეტი მიშრომეს კომენტატორებმა, რომლებიც წაიყვანეს რეალურად ეგ თამაშები. მე მარტივად აგიხსენე, იმიტომ რომ მე არ წამიყვანე. ფსიქიკურ ჯანმრთელობას მივადგეთ ფეხბურთელებში. ანუ სიგიჟე პირდაპირ გაგებით გავიყვანოთ ხა. აი ვინ იყო ეგეთი გიჟი, ვინ გაგხსენდა ხე შენ პირველი? ბალოტელი? როიკინი? თუ აი როგორ გისხულის? ორვენაერ გისხულის ხო? მე თუ მკითხო მარადონაზეც ეგრე გეტყვი. მე არ მინახავს უბრალოდ. მარადონას რაღაცები ეხმარებოდა მაგაგიშებაში. მედიკამენტები რაღაც. ხო, რა თქმა უნდა, აი საბერძნეთა გოლი რო გააქვს და კამერასთან მოდის თვალებზე ეთყობა. ხო იცი? ეხა ვფიქრობ. They never lie. ჩიკო, ხო? აჰა. ეძებ გის? კი. და შენ არ ეძებ? მე როიკინი რა ვიცი, გავიგე, კიდევ დაყარე. მე გიჟი ვინ გამახსენდეს, მოიცა? გატუზო საერთოდ გატუზოთი დაიწყო. გატუზოთი დაიწყე კი, გატუზო რა თქმა უნდა გიჟი იყო. და ბევრი, ტოტიც გიჟი იყო თავის პონჩი. ბალოტელის რო უკრიდან ურტყავს ეგ ვიდეო კი. აი ვიდეო გამახსენდა. მაგრამ აი მე იცი როგორ ეხა ტოტი კიდე სხვანაირად გიჟი იყო. იმპერატორი და მართლა და რაღაცა ეხა იმპერატორი ვთქვი ადრიანო ქონდა ლაიტმოტივი. არა იმიტომ რომ გიჟი იყო, მაგრამ უბრალოდ იმპერატორს. აი იცი როგორ გიჟი, აი რო შეხედავ და მართლა რო პასპორტიან გიჟს ყავს. ეფენბერგი. შეგი. ოლივერ კანი გიჟი. და всё, არ მაგი ოლივერ კანი და დამთავრებული. მაგის ავტობიოგრაფია რო წავიკითხე, მე კიდევ უფრო მივხვდი რომ გიჟი იყო. აგ რუნიც რაღაც პონჩი ბევრი გიჟი იყო რა. ბევრი გიჟი იყო, ხო. გაშნა გის რას ეძახი ხე, მეც ხომ ეძახი. ჩემნაირი გიჟებიც არსებობენ. გიწყინა. არა. უბრალოდ რა თქმა. საკუთარი სიგიჟე. რა გადახდენია საფეხბურთო მოგზაურობის დროს ან თუნდაც რეპორტაჟზე, აი ესე დავარქვი. რეპორტაჟზე პირველი თამაში ხო სიგიჟე იყო, იმიტომ რომ ვარდიმ გოლი გაიტანა და ვიმღერა. შენ რო ან ხალხს გონია რომ დაგეგმილი მქონდა ეგ, რომ აი ვარდი გოლს გაიტანს და ვიმღერეს. ვერ მივხვდი უცბად რა უნდა მექნა. გიждდებოდი მაგ ჩენზე, იმიტომ რომ ჯერ ევროს 16-ის დროს ვილ გრიგზე იყო. ეხა უკვე ხო ყელშია ეგ მუსიკა. ეხა ხო აი აღარ შემიძლია ეგ მუსიკა რომ ესმის აღარ მინდა და მაგ დროს ვიცოდით რა ვიცი, ძალიან ცოტა ადამიანმა მაგ მუსიკის შესახებ და ძირითადად პრემიერ ლიგის ფანებმა და ვარდის on fire და ეგ რო წავიმღერე ეგ ცოტა ხანი პაუზა მქონდა მეთქი ეგ ეს რა ვქენი. ეგ ჩამოვანა. ეგ რომელი წელი იყო? 2019-ის დეკემბერი იყო. ეგ ჯერ კიდე აჭარა სპორტზე იყო მგონი. ჯერ კიდევ აჭარა სპორტი იყო კი და ესე მოგზაურობისას რა გადამხდენია. ხო, საფეხბურთო თუნდაც არ იყო საფეხბურთო. ნაპოლი მილანზე რო ვიყავ 2016 წელს და ნაპოლის ფანებში ვიჯექი და მილანის ფორმა მქონდა დამაული, იმიტომ რომ რა ვიცი, ეგიც ხო არ მღეროდი ნაპროცი, მადაჟე. კინოსალტა როსონეროს ღეროდნენ პირიქით, რა ვინც არ ხტუნავს როსონეროა და მე ვიჯექი და ერთი კაცი მეუბნება, ახტი თავისიანი მეგონა რა და არ ამხტარო. მაგ დროს ხო ძალიან ისეთი იყო საშიში. ჩემთვის ეგ საშიში თან მანდ ეხა წარმოვიდგინე. და მე ვისთანაც ვიყავი ჩასული. დედაჩემის მეგობრიშვილი იყო ანტონიო რა და ამ ანტონიოს ვეკითხები რომ მართლა ეგეთ საშიშები არიან თქო და კიო კაცო ერთი ორი კვირის წინ დაჭრესო და ეგრე იყო ზუსტად მითქი რაც გადავ. აუ შეგნებოდი და თან მაშინ ეხა 2016 წელს კიდე პატარა ხარ? პირველად ვიყავი უცხოეთში ეგრე. აბა წარმოვიდგინე მე სად შემეშინდა იცი პირველად მაგის მე ხუთაის გულს შემატკირო. ხო შემაწერეთ რომ შარლატანი ოფისის შარლატანი ერთ-ერთი ხო ვიყავი მე ქუთაისის გორელი კაცი რომ ქუთაისის გულს შემატკიროდი, მაგრამ ხო დაგიმტკიცეთ იქ მანჩესტერ ლივერპული რომ მიდიოდა და აქეთ ქუთაისის დინამოს რო უყურებდი მე და არ მე მჯეროდი. ხო მადლობა. პირველად მე გავიგე ვინც არ ხტუნავს დინამო ჰე და რა თამაშზე ვიყავი? ვინც არ ხტუნობს ტორპედო. არა.
ვინც ახტუნავს დინამოა და ტორპედო ლუდოგორეცის თამაში იყო აქ მესხზე. რომელ წელს? 2019 იყო ეგეც. ძალიან გვიან გაგიგია, იმიტომ რომ მე 2012 წელს და 13 წელს დინამოს თამაშებზე დავდიოდი და ვინც ახტუნავს ტორპედოაზე, მიხტუნავი ეკეს. მიუხედავად იმისა, რომ მოკითხო ქუთაის, ჩემი ეს უხდება საერთოდ ეგ ფეხბურთს, ქართულ ფეხბურთს ძალიან აკლია ტორპედოს და დინამოს მეტოქეობა და რაივალრი, რასაც ქვია რა. იმიტომ რომ მეტ ინტერესს გიჩენს მე რომ წახვიდე თამაშზე და უშუალოდ გულშემატკივრობა. მე ძალიან მინდოდა ქუთაისში წასვლა და თამაშის დასწრება და გულშემატკივრობა ტორპედოს. ეგეთი დაიჰარდ ფანი აღარ ვარ დინამოს როგორც ბავშვობაში. ეხლა ნებისმიერ ქართულ გულშემატკივრობა, მაგრამ მინდა რომ იმ დონემდე მივიდე, რომ დინამოს გარდა სხვა ქართულ გუნდებს არ გულშემატკივრობდა ევროასპარეზზე. აი მინდა რომ მაგ დონემდე მივიდე, იმიტომ რომ ეგ უფრო უხდება ფეხბურთს. შენ ვერსად ვერ ნახავ ეხლა რომ ლაციოს ფანი გულშემატკივრობდეს რომას წარმატებას. არა, იმიტომ კი არა რომ რაღაც თავის ქვეყანა არ უყვართ. იმიტომ რომ უბრალოდ არ მოსულა რა. მთელი სეზონი რომ გეზიზღება და არ გიყვარს, რა თქმა უნდა, სპორტულ ჭრილში იმათ სხვა რამეში გადასდით ეგ. სპორტულ ჭრილში რა. მე ეხლა რა გამოდის რომ ზაფხულში სხვაებთან ხომაკობ. ეგ ცოტა არასაფეხბურთო ქვეყნის სინდრომია ეგ რა. 2012 მინდა რომ ეგრე იყოს, მაგრამ მეც ვერ ვარ. ყველა ქართულ გუნდს გულშემატკივრობს. სამწუხაროდ ყველა გამოვარდა უკვე. ეგ ცუდი ამბავი და მაგას ალექსასთან გავივლი. 2012 და 13-ში ბურთის მიმდანი ვიყავი ჩემო კარგად და გორის დილას თამაშებს და მართლა? აბა ვინც ახტუნოს ტორპედო არ და არ გამანდიდან არ გამიგია. ჩვენთან უფრო ალალი პირდაპირ გინებები იყო ხოლმე კორელების და დინამო და გორისის კიდე ცალკე დაპირისპირება. მე იმ ლეგენდარულ თამაშზე ვარ ნახობ, სადაც კიდე შულს აუღო პენალტი კვასკვაც. 2017 წელს. კი. აი ეხა უნდა მეთქვა, შენ ხო კითხე პირადი სიგიჟეებით ხო? ჩემი სიგიჟე იცი რა არის? რა დღეს რა ხდება? ანუ რაღაცას რო ამბობ, ან მართლა არ მოხდება. მე შემდეგ თემას ან უბრალოდ გონებაში რაც ქონდა დაალაგებული ან მონიშნული ემთხვევა. იქნებ აქედან შემიძლია კითხვა სწრაფად, მაგრამ არა. საკუთარი სიგიჟე ხო იყო ერთი ეგ, რაც გადახდა და ჩემი საკუთარი სიგიჟე იყო. ალექს გუნდს ვერ ვიხსენებ. აბა ერთ წამს მიუკაკუნე. ჰაიდუკი სპლიტი, დილასთან? ხო, არა, დილასთან. დევდარიანის დილა. დევდარენის დილა იყო, მაგრამ მაგ იგორ ტუდორი იყო მაგათი მწვრთნელი სხვათა შორის ხა იურიოს. კი, ოღონდ მაგასთან მოხდა ეგ თუ არა ზუსტად ეგ არ მახსოვს, იმიტომ რომ ეგ პერიოდი მარიტიმოსთანაც ხო ვითამაშეთ. მოკლედ, დოლიძეს ტრიველა გახსოვს? დოლიძის ტრიველა ვისთან იყო არ მახსოვს. დოლიძის ტრიველა ხო არ გახსოვს? დოლიძის ტრიველა სპლიტი იყო თუ მარიტიმო? სპლიტი მე მგონი არ ყოფილა. ილურიძე ყავდა მაშინ დილას. ილურიძეც ყავდა, კი ბატონო, ვაწაძეც ყავდა. მაგრამ ეგ მთლიანი სასტავი ვიცი მე იმის გორის დილასი. ილურიძე იცი რომ დღემდე ჩემთვის ტოპ 3 ქართულ ფეხბურთელში შედის? ვაუ, ვიცი. ბავშვობაში ვიყავი ფანი. მართლა ილურიძე მე ძალიან მოწოდა მაგ პერიოდში და მეგონა რომ ძალიან ვაწაძე მერეფმა რომ წაიყვანა. ვისთან, მოკლედ. ესეთი რაღაც ხდება. ვალტერ გუჩუა, ჩვენი ლეგენდარული ფეხბურთელი, გეუბნება რამე სახელი გვარი, კურირებდა ეხლა აღარ ვიცი მიხეილ მესხის სტადიონზე და მაშინ გორის დილა მიხეილ მესხის მინდორს თამაშობდა ხოლმე და ჩვენც ეხლა პატარები გორის დილას მოვყვებოდით ხოლმე და თან შევიგრძნობდით იმ ბუნებრივი მინდვრის მორწვა იყო ცოტა ხანი ჩვენ ვაგორავდით ხოლმე კვადრატს გამოდიოდნენ ფეხბურთელები გახურება რაღაც თამაში მიდის და კარის უკან მდგავა. არის მეორე ტამი. გოლი თუ სწორად მახსოვს, დოლიძის ეს გოლი. გავიდა სადღაც 77-78 ნუ 70-დან 80 წუთამდე ამ ინტერვალში. სპლიტია? სპლიტი, ჰაიდუკი სპლიტთან ესე იგი. და ჯან მეც ვარ ნაყოფ მაგთამას. იყავ. და ეგ სანდრო ცნობილაძე მიყავდა მე. კი, არა, ტრიველა ეხა ვერ გავიხსენ და ეხა ეფექტი მოჭრა რა და 1-0 მოვიგეთ ეგ თამაში. თან გამსვლელი თამაში. სადუჯექი ეგეც მახსოვს რა. ცენტრშიანი იქ თან მხარეს. მარჯვენა მხარეს ვიჯექი, ზუსტად მახსოვს. ბიძა ჩემთან ერთად ვიყავით. ერთად. მასთან ერთად დავდივარ ხოლმე ქართული გუნდების თამაშებს. მაგრამ ის ძალიან განაწყენდა ეხა და თქვა რომ პლეიოფამდე სანამ არ მივლენო, მე ვარ მოუსწრებია. არ ვიცი რამდენად სწორი მიდგომა, მაგრამ ძალიან გესმით ალბათ ბოლოს. იმიტომ რომ მე ძალიან ცოტა მიკრია რომ ეგრევე, მაგრამ ვიყავი ეხა იბერიის თამაში და მინდოდა გორში წასვლას და მინდოდა ქუთაისშიც. და რატომღაც თავი ვერ შევიკავე და კარის უკან ორი ფეხბურთელი ვიყავით, ბურთის მიწოდებელი და მივირბინე ბატონ ვალტერთან და ვეუბნები რომ თან ჩვენ მაწვრთნელმა ბატონ ვალტერს მიგვაბარა და ვეუბნები რომ თუ შეიძლება თქო საპირფარეშო შემინდა შესვლა და ჩემი თანაგუნდელი დგას და ბურთი რო გადავარდება მზად აქვს და მიაწვდის მეთქი მეკარეს და თან ისე გვიწევდა რომ ჩვენ მაინც ვიპარავდით იმიტომ რომ იქით იმათ მხარეს ვიდექით და ხა მეთქე რომ ბარემ აქვექენიო გითხრა და არა ხო და ავდექი და შევედი გამოვდივარ რაღაც დავიბანე ხელი რაღაც და იქ მესხის ფოტო და რაღაცები რო ეკი და ზანზარებს ეს ყველაფერი და მეთქი რა ხდება და გამოდი გოლი გავიდა. ოღონდ ეს გოლი მე ვერ ვნახე. ანუ შენ არ გინახავს. მე გოლი არ მინახავს.
და ეგ გოლი რატომაც არ მინახავს მაინც ცენზურისგან თავს ვიკავებ ხოლმე უცენზურობისგან უბრალოდ და არ ვიტყვი რატომაც არ ნახე ეგ გოლი ნუ გასაგები იყო უკვე საპირფარეშოვის შესვლით და მაშინ იყო ახალი გამოსული Silknet და რაღაცა 2 კვირაში ჩართეს ჩემებმა თუ რაღაც ეგრე დაემთხვა მაკვერი გადახვევა შეგეს და ხო და მერე ვნახე ანუ YouTube-ზეც კი არა მერე ვნახე Silk TV-ზე ეგ გოლი და მახსოვს რომ ბალიში თავი ჩავრგე და ცხარეცრემლები Twitter-ზე და ამას ვეძახ საფეხბურთო სიგიჟეს იმიტომ რომ ერთ-ერთი გამორჩეული გოლი ევროსარბიელზე ქართული კლუბის და ფეხბურთელის მხრიდან გატანილი იმიტომ გამოტოვა რომ საპირფარეშოში ასე კომფორტულად ვიჯი მე აბა სომხეთთან ვერ მიუსწარე ერთ გოლს და მე მაგაზე ვტუწუნებდი და მე 6 შეაგდეს. იმიტომ რომ ძალიან დიდი რიგი იყო და გამოვედი და უკვე კონდეთ გატანილი ვერ მოვინელე რომ აუ როგორ ვერ ნახე ხო? აი მე მეღადავებოდნენ რა 15 გოლი გავიდა კიდე. ირა სად არის ირა ლეპტოპზე მინდა დახმარება ეხლა მაქვს შენთვის რაღაც გამზადებული. ქვიზი არ არის. ქვიზი არ არის, მაგრამ მოდი მანამდე იცი რა მაქვს და ამას მე ამოვანათებ ჩვენს მემონტაჟეს, ლაშას მივაწვდი ფოტოებს და ეხა შენ ამიხსენი, რაღაც შენს ძველ ფოტოებს გავყევი რა. და თან რომ მოგვიყვე, სად რა ხდებოდა. მაგალითად. რა უნდა იყოს? არა, პირველი ეს. ეს შევჩენკო არის, ჩემს მადლობა. ვინც ვერ იცი. მაგრამ ხოთაშორის პოზიციის რა გიწერია? ვინც ვერ იცანი ეს ანდრეი შევჩენკო. არა, გადაობა არა თქო. მივხვდი რომ გადაობა, ხო. კაი, და რა ხდება ეხა ეს? სად გადააწყდი? იმიტომ რომ თვითფრინავში და რო ავედი ეგრევე რომ დავინახე შევჩენკო მაიმე დედა შევჩენკო რეაქცია არ მქონია მაგრამ შევჩენკოს გამო დავიწყე ფეხბურთურება იმიტომ რომ ბაბუაჩემ ჩამომიტანა უკვე ბევრჯერ მომიყოლია ეს ისტორია შეიძლება ვიღაცებმა ზეპირადიციან და იმათვის ბოდიშს ვიხდი მაგრამ ვისაც არ მოусმენია კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მომისმენი ესე იგი რაღაცა ბაბუაჩემ ჩამომიტანა ხარკოვიდან უკრაინაში იყო ხარკოვიდან ჩამომიტანა შევჩენკოს მილანის მაისური და მაგის მერე ვარ მილანის გულშემატკივარი და შევჩენკოს ფანი მე კაკა უფრო შემიყვარდა და კაკას ფანი გავხდი, მაგრამ თავიდან შევჩენკოს გამო მოვედი ამ სპორტში. მაგით გავგიჟდი რომ შევჩენკო დავინახე და ეგრევე მინდა ფოტოს გადაღება. შევჩენკო მითხრა რომ ჯერო არაო, ხალხი გამოატარეო და დასხნენო რა ტეხავსო ეხა რომ ვალდინო ხალხი, იმიტომ რომ მე ყველას მოუნდებაო რა. და ეგ რომ მითხრა ისე მე ძალიან მორცხვა რა ისის როგორ გავბედერო მისულიყავი და გეხვეწე ფოტო გადაიღე თქო მაგისაც მიყურე დეჩემა მითხრა მე რომ კაიო მეორეჯერ მიდიო რა გაგიტყდაო ეგეთიო ჯერ არ გადაიღო და მე გადაიღო მე ეგ ძალიან რთული ის არის რომ მეორეჯერ მიხვიდე ხო ხერხულად გზნობ თავს და კი და მე მივედი და მე თვითონ დამიქნია ხელი რომ მოდიო ან რო გავდიოდი დამინახა და თვითონ დამიქნია ძალიან გაგიხარდება თან მით უმეტეს კიდე უფრო სხვანაირი ჩემყარდა შეგვიძლია ნახე ეხა გეტყვი რაც ხდება ხო მანამდე ხმა ხომ როგორ ისმის ჩემი მე ზუსტად ვიცი რაც ხდება ამ ფოტოზე მაგრამ იდეალურია ხო და რომ იცი. მოკლედ, პატარა ჭრას გავაკეთებ მე ჩემთვის რომ აი ეს ყველაფერი, რასაც ახლა ჩვენ ამ აპარატურას ვიყენებთ და პლუს პოდკასტის თავი მუღამი იყო რომ ყურსასმენები მკეთებოდა და აქ მესმინა როგორც კომენტატორებს თქვენი ხმა და რა თქმა უნდა. ხო, ანუ ეს არის თავი მუღამი პოდკასტის. მე მგონია რომ ეხა აწი უფრო რთული გიხდება ეს. აი აღარ მომწონს რომ იყოს იცი. რთული ოცნება დაისახებ მისგან, იმიტომ რომ გიხდება აშკარად. ეს ძალიან მარტივია სისტემი. ხო და მოკლედ ამისთვის მადლობა. მინდა გადავუხადო ჩვენ სპონსორს Mirels, რომელიც მდებარეობს ყაზბეგის 11 ნომერში. აქვე ისე ორი კათხის ლუდით მე კაი რეკლამა ვერ გავუკეთე, მაგრამ უეჭველი გემრიელია, მე უბრალოდ ლუდი არ მიყვარს ხალხო. მაგრად გამიკვირდა ის. რამდენჯერ ხო გავარ ხო ისე ტიპს რომ უეჭველი. არა, მე ხო უბრალოდ მინახავ ხარ ხო დაგხვევია ბევრჯერ ბარებში. არა, გამილევ გერმანიაში ვსვავდი, ყოველდღე ვსვავდი. ლუდს. ევროპის ჩემპიონატზე ხა? მანდ რო არ დაგილეს იგიჟე. ხო, მანდ ეხა რო არ დამილევიაო, ანუ ეგრევე სიგიჟე და მანდ მოტრიალდებოდით და მაგ ჭრილში ვიზაურებ. ესე არ მიყვარს, არ ვგიჟდება. მოკლედ, აბა რა ხდება თან? მარადონა უდგათ ამათ წინ. იდეალური რა, შემდეგი. აბა წავიდა. რა ხდება? აუ, ბაჯოს პენალტის მერე ტაფარელი აღნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატს. მარტივად მინდის, კაი. აქ ვის გააქვს გოლინე და დიდარი გასაგებია ხედავთ ვითომ ჩემპიონთა ლიგის ფინალია და ის ამატებს რა ქვია ალონსო თერთენეტრიანს თუ ნესტა უკეთებს ვარდნას ჯერაც 2007 წლის ფინალში თუ 2005 წელი აი ნუ მეკითხებ ნესტა აშკარად ორი პასუხი ნესტა ორი ვერსია მაქვს, ნახე. ან ჩაბი ალონსო ამატებს იმ პენალს, ან ნესტა უკეთებს ვარდნას, ჯერ არც ეგეც აიკონიკი იყო. სწორი პასუხი ეკრანზე. პირველივე ვერსია სწორი ყოფილა. კი ბატონო. აქ ინიესტაზის ხადაო, ანუ ყოჩა. რა გვაქვს? კიდე გვაქვს? აბა, ეს 7-1-ია.
ეს ფოტო გაქვს ნანახი. გვერდზე ბაბუა უდგას სოფლიო ჩემპიონატისთან არა, ეს ერთად ფოტო ტირის. ცალკეა. აი ეს როგორ არ მაქვს ნანახი კი? რატო ანუ ეს ფოტო მე არ მქონდა ნანახი. აქ რა ხდება და ვინ არის? გთხოვ რომ ეს ვერ გამოიჩინა, თორე ხურავი ხო, ვამთავრებ, ნახვამდის. ჯო. მოიცა ბეკენბაუერი ეს მარადონა შეიძლება იყოს აქ. მოდი ცოტა ნახაცაც უყურე რომ რაღაცა ლოგიკურად გავა. მარადონა რა ფერებში დაინახე ხა აქ? აქ თუ შენ მარადონას ადმე დაინახე ფერები? მარადონა არ დამინახავს, მაგრამ ვინ შეიძლება იყოს აქ? ეს 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატია და დაჯილდოება აშკარად გერმანია ბრაზილიის ფინალისტი. სწორად მიდიხარ? მაშინ წინ ამ კაცს რონალდო უნდა ეთქეს, არა? რონალდო უნდა იყოს ეს. ბრავო. გვაქვს კიდევ თუ აღარ? გქონია. ეს არა გთხოვ. სულშერი. და ჩემი ეს რუი კოშტა და მატერაცი. ჩემი პრობლემა გითხრა ეხლა რა არის დღემდე. ეს ყველა ფოტო ხო ვიცოდი. ნუ გარდა ის ბრაზილიის გულშემატკივარი ეს ცალკეღებულ და ყავდა ნანახი. ჩემი პრობლემა ის არის რომ მგონია რომ მაინც სადღაც ეხლა სტუმრად რომ მიდიხარ თქო დისკომფორტის ზონაა და შეიძლება ვერ გამოიჩნდეს თქო და ცოტა ისეთი ნეიტრალური იყოს თქო და გიზის იცი რა გავუკეთე? მაგომიც უყურე თუ არა არ ვიცი. ანუ აქ მე ხო გითხარი ჩამეძინა 5 წუთი ვნახე თუ 10 და ჩამეძინა ეგრე. არა იმიტომ კი ჩამეძინა რომ მოსწყენი იყო უბრალოდ მე ვერ ვიძინებ ისე რომ რამე არ ჩავ. პოდკასტები კაი ის არის. კაი დასაწყვილად უნდა გესმო. ჭამის დროს პოდკასტს უყურებ დაძინებამდე პოდკასტს უყურებ და идеალურია. მოკლედ დაამატეთ კიდე. ხო არსებობს 200 მილიონი პოდკასტი უკვე ქართულად. კიდე დაამატეთ. ვაჩვენებდი ფოტოებს. ან ოთო უნდა ყოფილიყო ან გიზი და აი როგორ გაყვა იცი? ოთო გიზი და მე რა მეგონა რომ ნომრები შეუცვალე რაღაცა ფოტოები ცოტა აურიე რაღაც და მეთქი ხა აი ამ 5 ფოტოდან ერთს მაინც ვერ გაარტყოთ ანუ ოთო გიზი და ჩამიგდო რანაირად შეიძლება არეოდა თავისთავად ნომერი არ წერია ერთადერთი რაზეც შევწდი რამდენიმე ფოტოზე იყო რომ ბუცი არ შევცვალე მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში ისეთი ფოტოები იყო რომ ვერ იტყოდი მართლა ვერ იტყოდი ანუ მაგათ დამოუკიდებელი ექნება და ერთი გასხოვებული მაგრამ სახეზე აფარებული გაქვს თავიდან ბოლომდე და ერთნაირი ეკიპირება და კაი სახეზე აფარებული და მეთქი აი არა სახეზე აფარებული მქონდა კაცო სახეზე აფარებული მქონდა და უბრალოდ ტანით უნდა გამოესნათ ხო ანუ ვერ მივხვდი მიდი აბა მე მაჩვენ თუ მაქვს მაგრამ მე შემთხვევით და ვერ ვიცანი ანუ ერთს უთხარი ოთო ხარ თქო და მე მე გიხეს შენეც ჯორმუდა გიზი კი ეს გიზი ნუ მე ერთ ნომერის გამოჩნდა აში მე თუ კიდე სახეც მაჩვენ ვერ ვარჩევ მაინც ხო სხვათა შორის მე ვთხარი რომ არაზროს არ მქონია არც ძველი კადრები და მანახი კიდე ფოტოები და გეტყვირითი მიხვდებოდნენ ეს ახლა შეიძლება პროფაილ პიქჩერად უყენია რომ არაფერს არ უყენია პროფაილ პიქჩერად ნუ ევასება ეგ ფოტოს კარგი და ნავიგე საიდანაც ესენი უფასოდ ფოტოს ვერ გადმოწერენ ვერაზროს არ ეცოდინებათ კიდე მაჩვენე ერთის და ეს ახლა ემახსოვრება ტელს რომელი ედგა ოკეი გიზია ეს ოთო ხო კი და აი ეხა ეს აქ ღვირა პოზაში იყო არ ემახსოვრება ხო და პოზაში კი არა აქ ისი რა იყო მოღამი რომ სულ რო რივერსი გამეკეთებინათ ხო გაბარიტებით ხდებიან რომ მე უფრო მაღალი ვარ და მე უფრო განიერია და აქეთ გიზია იქით ოთოა ნუ ეს იყო კიდე და აქ ბუცებით ეხა ეს გამომრჩა რომ ბუცები ძალიან მარტივი იყო და ოთო იყო არა ხო ეგეთი რთული კვიზის არ ყოფილა ეგეთი ხო მე როგორიც მეგონა კაი მაშინ ეხა ბოლო ორი რაღაც დაგვჭა კვიზები და გამოცნობა თუ აი ეხლა მაინც იქნება ვამყოფო სირთულეში წრე უნდა მოგაპრესინგო ეხა რა რომელი პრესი აირჩიე ჰასპლიკის არა ეხა რომლით დავიწყო სიგიჟეების ტოპ 10-ს მეტყვი თუ მოგასმენო რაღაცები მომასმენია აბა რაღაცები სიგიჟეების ტოპ 10 არა ორივე უნდა გავაკეთოთ მაგრამ ბარე ბოლო ლუკმა იყოს თქო სიგიჟეების ტოპ 10 შენ შედგენილი გაქვს და მე უნდა დავრანქო თუ მე უნდა მოვიფიქრო 10 სიგიჟე არა მე მაქვს და უნდა და მაშინ ოკეი რომლითაც გინდა იმ დაიწყო. კაი. ცოტა უცნაურობები მიწერია. შენ ხო არ გონი რაღაც ისეთი. მაგალითად დავიწყოთ. ბარსელონას დაბრუნება 6-1 PSG-სთან. როგორ უნდა დავრანქო? 10-ულია რა. ბიჭო ერთ-ერთი უდიდესი სიგიჟე იყო, რა ვიცი. შენ აქ ამი არ ვიცი რომელი ამოვა მერე? ხო, არის. და რომელ ადგილზე გავიყო ანუ. მაგრამ ერთს კაი, მოდი ახლა ერთს ვიტყვი და დანარჩენს გეტყვი რომ ისეთია რომ რაღაცაზე შეიძლება გული არ დაგწყდეს. აი დაახლოებით TikTok-ის ფილტრი რო, ხო იცი, ეგრე იქნება. მე 10 მიწერია ხვიჩა კვარაცხელი, მორჩა, ანუ სიგიჟე, სადაყენებ. როგორ სიგიჟეს? მან ხო, არ ერთი ვარიანტია. ნაციონალური წამოძახილა პირველზე დააყენო, ან სიგიჟეებს რომ მივყვებით, მე 1000-ს დააყენო. ბიჭო, სიგიჟე მაინც გამოვიდა კვარა. აბა რა ხნა. ბიჭო, იყო ხალხი ვინც ელოდებოდა მაგას რა კვარასკ.
ამ ნაპოლის რო გადადიოდა შენ რა გეგონა რომ როგორ თამაში არა ნახე შენ ახლა ყვარა სამსიგიჟეს გაყვე საიდან იცი რო დაიბადა არა რუსთავიდან ან იქ რუბინიდან ხო აი მე რუსთავში რო თამაშობდა მაგროს არ ვიცოდი ყვარავინ რუბინიდან კი რუბინიდან უკვე ვიყავით ეგეთი მოლოდინი ქონდა აბა რატო უყურებდი ახლა რაღაც ლინკზე ხო რა თქმა უნდა ყაზანის რუბინის თამაშებს ქონდა რაღაცა ეგეთი მოლოდინი რა ნაკრებში როგორც კი გამოჩნდა ეგ რომ ნაკრებში ეგრე არაბიძეც რო გამოჩნდა მაგაზეც ქონდა მაგრამ ახლა აი შენ გონია რომ იმას ვამბობ რომ მარტო ყვარაზე მქონდა და ეგეთი გენიოსი ვარ ჩაკვეზეც მეგონა და გეტყვი კიდე ვიზე მეგონა მოიცა ოქრიაშვილი ჩემსავალი მეურთელი იყო იცი რომ დღემდე ანანიძე და ოქრიაშვილი აი როგორ მიყვარს იცი აი და თან იმ პერიოდში მაგრამ მიყვარდა მთელი საქართველო რო ეწინააღმდეგებოდა რა ესენ აფეხბურთელები არიან და აი ორ კვირაში ერთხელ ტრავმა ხო რა თქმა უნდა შემსთავ ვარ მაგრამ ყვარაზე მაინც ესპანეთს რო გაუტანა ის გოლი მანდ უკვე აი დამტკიცდა ჩემთვის ეგ იყო გოლი ყვარაზე იმ ორი ჟურნალისტის გარდა არავინ არ შემწდა რა მინდა გითხრა აი იქნებოდნენ ესაც არიან სკეპტიკოსები მაგრამ ესპანეთს რო გაუტანა აი სადაც ენრიკე მიხვდა რომ ეს დიდი ფეხბურთელი იყო ხო თავი რომ მიარტყა კამერას ეგ იყო კოვიდის დროს და ეგ იყო 2021 მოუწია ხო 21 პირველი თამაში იყო სადაც დაბრუნება მოახერხეთ მაყურებლებმა ოთხლიანი მაინც არ იყო სავსე რაღაც პოტენციალური რაოდენობა იყიდებოდა და მანდ მივხვდი რომ სადაც ესპანეთთან გაიტანა და სადაც ეს გეიმპლეიერია მე უკვე დარწმუნებული ვიყავი რა ვქო დარწმუნებული რა ძალიან მჯეროდა რომ სერიაში იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო პირველივე სეზონში რომ მოიგებდა სკუდეტოს რა თქმა უნდა ძალიან რთულად წარმოსადგენი იყო მაგრამ მეგონა რომ აი ახალი სახე ეყოლებოდა სერიას და მართლაც ეგრე მოხდა და ჩემპიონთა ლიგაზეც ეხა პარი სენ-ჟერმენთან ერთად რომ მოიგებდა რთული სათქმელი იყო მაგრამ რო ლაპარაკობდით ოფისში მაგაზე ხა ტაფსონა იყო ერთ-ერთი ვისაც ქონდა ნათქვამი რომ მეო ძალიან მომწონსო იმიტომ რომ პარიზში ლიგას მოიგებსო და მეც მახსოვს რომ პირველად რო გავსთორე ყვარა გადავიდა პარი სენ-ჟერმენში ის ვინც ჩემპიონთა ლიგის თასს ჩაიტანს პარიზში თქო და ისე არ დამიწერია რომ რაღაც მე ხომ რა მართლა ჯეროდა მაგას მაგიტომ ეგეთი სიგიჟე არის რა თქმა უნდა მე რამდენი ადგილზე გაყავს არ ეწყინება ყვარას კი იცი რატომ უნდა ეწყინოს სიგიჟე არ ვიცი რეები მოდის მე-10-დან იწყებ შენ თუ პირველიდან მოდი იყოს მე-10 და მე-10 არის ყვარა კაი შემდეგ იყო ბარსელონა PSG არ მე-10 მე-10-დან არ ვიწყებ მე-10 უბრალოდ ყვარა მეწერა ეხა მე და დანარჩენს გონები არეულა ანუ შენ ეხა მომიტან თამაშებს და თამაშებს უნდა შევადარო ადამიანი არა ეს უბრალოდ მარტო ყვარა მეწერა კაი იყოს ყვარა სიგიჟეებს შორის რა ქართულიდან მეტი არაფერი არ გექნება და პირველზე გავიყვან ეხა მირჩევნია პარი სენ-ჟერმენმა და ბარსელონამ გადმოინვესტო. კაი, სიგიჟე ესე ხალხისთვის კი იმიტომ რომ საქართველოში დააბრუნა სიგიჟე უფრო ისაა რომ საქართველოში დავდიოდი რავი აქ ვისაც ხედავ ის ხალხი სტადიონზე და კიდე ერთი 10 კაცი მართლა ეგრე იყო მე ნაკრების თამაშებზე და უცბად გაივსო სტადიონი. მან იქ სიგიჟე გამოიწვია ერთმა კაცმა და იყო ყვარა რა. შო პირველად არა მხოლოდ საქართველოში. კი ბატონო. ყვარა პირველი. პირველი. ოკეი. PSG-სთან დაბრუნება 2017 წლის ჩემპიონთა ლიგაზე. მესამე. არსენალის 2003-4 წლის პრემიერ ლიგა. მაგას ესე ვერ მოვესწარი მე. ვერ მოვესწარი, მაგრამ ხო იცი სტატისტიკას და მაგრამ ბევრი ფრე ქონდა, კაი, მე-5-ზე გავიყვან, მეც მაგ ნახე ეგეთი რაღაც იუვენტუსის შესრულებით, კი ვიღაცები იტყვიანო პრემიერ ლიგა ბევრად უფრო რთულად მოსაგებია ეგრე ვიდრე სერია იმ დროინდელიო. მაგრამ რადგან ნახი მაქვს და რადგან ბარსაც ახლოს იყო მაგის გაკეთებასთან ბოლოს პროს და ლევანტესთან წააგეს 5-4 მე მგონი. ხო. ვალვერდეს დროს რა. წავლებოდი. მონი 5-4 იყო ხო. და ანუ ეგეთი სიგიჟეც არაა და მაგიტო გავიყვან კაი სხვა სიგიჟეებს მე-8-ზე გავიყვან მე-8 მიუხედავად ისა რომ სასწაული შედეგია კაც არ ვაკლინებ ამით არსენალს აი მაშინ მანდ შედეგი თუ რამ ჭირს დღეს ჩემი ვერძი კაგრეხილი შენს ვერძი კაგრეხილი და რაც ვერძი სუსტად კაი ლესტერ სიტის პრემიერ ლიგის მოგება მეორე ვოუ ან ყვარას გამოვაკლებ. იცი რომ პირველს ვიყავდი მაგაზე, ხო, ნუ პირველი გამოგივიდო და შენც მაგას. სიგიჟე იყო სერიოზულად. კი, რა თქმა უნდა. ზინედინ ზიდანის თავდასხმა? 2006 წელს მატერაციზე? სიგიჟე კი იყო, რავი, ანუ ფილმის სცენას გავდა. რა წარმოუდგენელი იყო მართლა, იმიტომ რომ ნუ კაცი ძალიან ახლოს იყო მსოფლიო ჩემპიონობასთან და ეგეთ რისკზე წავიდა. მე-5. გახსოვს ახლა შენ ადგილები დაგრჩა? არა. მე-6, მე-7, მე-4, მე-9. მესამე დაგრჩა. მესამეზე ის გავიყვანე ბარსა. ეს. შო მე-4, ხო. კაი. ღმერთის ხელი? ეგ რა სიგიჟე იყო.
მაშინ არ იყო სიგიჟე. ანუ მაგ თამაშს და რამეს თუ არჩევ ის აგერჩია მთელი გუნდი რომ მოატყუა. არა, ღმერთის ხელი. ეხა სიგიჟე ჩვენთვის. თორე მაშინ არ იყო. მაშინ ეგონათ რომ თავით გაიდანა. სანამ არ გამეორდა და მე რო გამეორდა მაშინაც სიგიჟე იქნებოდა. სიგიჟე რას მასაღებ რომ ჩაითვალა იქ გოლი? ხო. შეიძლება რომ ჩათვლილიყო, იმიტომ რომ მაგ დროს ტექნოლოგია ეგრე არ იყო. ვარის ეპოქაში რომ ჩათვლილიყო. მე მესიმაც ხო გაიტანა 2007-ში ხედავ. მაგრამ არ ჩაითვალა. ეგ არ ჩათვლილიყო. გოლი არ ჩაითვალა. ხო, მაგრამ ხო და ნახე დღევანდელიდან რო გადახედა რომ აი ასიგიჟე. აი მაგალითად ხო ყოფილა ტატო რომობს ხომ ხო იცი? იაშინი რო ზოგადად მოვლენილია რომ აი არ არსებული შარლატანებზე რო საუბრობთ ეხლა ვაიმე. როგორც თუდად გამიგებს ეხლა ცოტა ძველი თავის წარმოადგენელი თუ მე იაშინზე არაფერს კაცო. მე ეგრე არ შემესწავლია ის ჩინი. არა, ხო და ნუ ტატოს უბრალოდ მაგალითი მოგიყვანე, ხო მოგისმენია როგორც ამბობს, რომ ძალიან overrated იყო და ასე შემდეგ. შესაბამისად სიგიჟე შეიძლება და რომ ეს გოლი ჩაგეთვალა და მოდი მაშინ ეს გაიყვანე მე რამდენიზე გაიყვანე? მე-9-ზე. და მაგრამ მიყვარს დიეგო, მაგრამ მეორე გოლი რომ მოგეტანა შეიძლება პირველზე გამეყვანა და ხელით გატანილი გოლი სიგიჟე. მაშინ ეგრე მესის გოლსაც მოგიტანდი და ხო. იმას რომელზე გაიყვანდი? რომელ გოლს მესისას? მაგ ყველა მოტყუებულ ფეხბურთელზე მეს რომელი ხო, იმას ინტერესს სოფლიო ჩემპიონატი. რომელზე? 15 წლის სუპერთაზე წახვედი. კავშირი 2 წამით ავსდით ერთმანეთს. 2 წამით ავსდით ერთმანეთს ყველაფერს. ნახე, ყველაფერი გავიგე, უბრალოდ 2 წამით გვიან. ოკეი. ბილბაოსთან გოლი ხوار გაიხსენე შენ? არა, ის გავიხსენე, მაგრამ მე შენ რაღაცა დილეი მქონდა და მეთქი ბილბაოს ხوار ფიქრობ თქო შენ. სასაული გოლია ბილბაოს. ასე. კაი. აუტის ხასთან რო იგებს და მან მე რაღაც ვიდეო აღანაიღო. არ მახსოვს აიღო თუ არა, მაგას არ ვაქცევ. თუ მაგწელს პუშკაში მაგან აიღო თუ რაღაცა სასწაული მაგრატელა გავიდა მაგწელს. 2015 წელია. ხო, 15-ია. მე სალახმა რომ მოიგო გახსოვს ევერტონთან ჩაულებრივი გოლით, ანუ ეგეთი გოლი გადის 6 ტურში. და აი მანდ უკვე დავანებე პუშკაშის ჯილდოს თვის ყურადღების მიქცევას. შემდეგი დავრჩა წეღარო ის იყო გერმანიის 7-1 ბრაზილიასთან. აუ, მაგარი სიგიჟე იყო მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ნეიმარი და ისინი არ ყავდა დავიდ ისა დიეგო სილვა. აი, ეს მეოთხე, იქ შოქში ვიყავ. მანჩესტერ იუნაიტედის დაბრუნება სულშერის. აი, ეგეც რო არ ეგეც სიგიჟეა კი, მე-6. და დავრჩა რომელი ადგილი? ლივერპული მილანი. მე-7-ეს. აი, ამით რომ დამიწყო რომელზეც ჩასვამდი. გულზე ხელი დაიდევა. მაგის რო დაგეწყო, მეორეზე, იმიტომ რომ ლესტერს უეჭველი მოიტანდი. ხო. ლესტერს მოვიტანდი, მაგრამ და მესამეზე გადავიდა ლესტერი მე. აი, მზად ხარ? თუ ამოსუნთქა ხო არ გინდა? არა, არ მინდა, მაგრამ ცოტა ქაოტურად დავალაგე და არ ვარ მაყოფილი ფსით, მაგრამ იყოს რა. კი, არა, ისედაც სიგიჟეა თემა. ვიღაცამ რო დააკომენტავს, ანდრო ეს რა სიგიჟეა, როგორ დავალაგე, ან რაღაცა მოსულა. იქ შენ გინდა ზუსტად ეგ რომ მოხდეს, მაგრამ ნახოთ. რატო გავარ იმას, ვისაც რაღაცა ის უნდა, რა ქვია, მოიცადე? სიტყვა ენის წერზე მადგა სიტყვა და ვერ გავიხსენე. ვერ გავიხსენე, ვერ გავიხსენე, მაგრამ ძალიან მარტივი სიტყვა. სხვაგან ვარ ეხლა, სიგიჟეა. სკანდალი, თასი სკანდალი, ხო, სკანდალი მინდოდა. გავარ ეგეთ წამყვანს რომ სკანდალი მინდოდეს მე? ხო, არა, ყვითელ წამყვანს არ გავდო. ხო, ყვითელი პრესის წარმოადგენელს არ გავა. კაი. ეხლა შენ ეს ჩემი ხმა იყო. ვა, ვიცი რომ შენი ხმა იყო. თამაშები უნდა გაიხსენო შენი ხმით. კაი, მიდი. ბევრი არ არის. რამდენიმე წამიანია, სულ 5 ვიდეო. გააჩერე დრო, გააჩერე. წამები და დადგმი საქართველოს. ყვარას გოლი. სად? ყვარას გოლი არის. აუ, ვისთან ბიჭო? მოიცა. აუ, რა მიყვარს რომ გაიჭედა. კარპედიე. იმიტომ რომ ყველაფერი რაღაცა გაიარა, გადაცურა. I love it. მოიცა. მე მოვიცდი გას შემდეგ ეს ახალია ხო? უფრო დადგმი საქართველოს. ან თან ისეთი რომ მინიშნებასაც ვერ მოხსენ, ანუ არ არსებული. ანუ რა როგორი გოლი შეაგდონე და ბიჭო ადრე რა კიდე გავამეორო ეგ. მიდი აბა. გააჩერე დრო, გააჩერე. წამები და დადგმი საქართველოს. პირველი? რომელი პირველი? არა, პირველზე მაგას არ ვიტყოდი, პირველზე ვიმღერე. რომელი პირველი? ნეაპოლის პირველზე ამბობ თუ? არა, კარპედიემს ამბობ მამეთ ხო და PSG-ს პირველ გოლზე ამბობ? არა, PSG-ზე არა. შო. აბა? ლივერპულთან არ ჩათვლილი გოლი. კი ბატონო. იმიტომ რომ მაქამდე და პირველზე რომელს ამბობდი? ნეაპოლში გატანილ პირველზე ამბობდი? ეს ამოჯერ. ანუ უცბად ხო, მაგაზე ვამბობდი, იმიტომ რომ უცბად. არა უშავს. ბიჭო ვერ ვიხსენებ. არა უშავს. კი, ეგ იყო, მაგრამ მაინც რო იცოდე, მე რო არ თქვა რომ აუ ეს რა დამპალი ყოფილა, არ ამოუჭრე. არ ამოჭრა.
კაი. კი, პარისთან იყო, კი არა და ლივერპულთან იყო, თამაში სტადიონიდან მიყავდა მე ატაფსონას ეგ თამაში. ძალიან მომეწონა რომ გაგიჭირდა ეს. კაი, აბა შემდეგ. ეხლა ნახე შემდეგი როგორი ვიდეო იქნება, სადაც რაღაცას ამბობ, უცბად შეიძლება გვარიან კლუბის სახელია და ეგ ხმა გათიშული მაქვს. ვაუ. ყველაზე კრეატიული მოთამაშე ალბათ ამჟამინდელ. გაწოდის ყველაზე ეგ პირველი გოლია, პირველი გოლი. ვისი პირველი გოლი? მოიცავე თავიდან, კაი. ყველაზე კრეატიული მოთამაშე ალბათ ამჟამინდელ. გაწოდის რაინდიასი? ტრაბერ ჟირო. არა, კაი, მინიშნება. ნეაპოლში ვარ. მაკტომინეის გოლი არის. კალიარისთან. ოჯახ. ეგ არის. აუ ნახე რა, იმას ბრაიმზეც მაგას ვამბობ. გონი მე ჟირუს გააქვს გოლი დერბიში მილან, ინტერთან. კაი, აბა შემდეგ. შემდეგ სადაც გათიშული ხმა არ არის, მაგრამ მარტივი გამოსაცნობი გონია რომ არ ვიცი. ვაიმე გალათასარაი ტოტეჰემი. გალათასარაი ტოტეჰემი. ამ თამაშის ცენტრიდან მოწყამდა და მე მეგონა ვინ ურტყავდა? ეგ არ მახსოვს. კულუშევსკი. გოლშევსკი და წესით. ნუ ხო. კაი. ორი დაგვრჩა. მინდია მა. პასაკეთე შეხედეთ გადაცემა შეიძლება დარტყმა შეიძლება გოლის გატანა მივიწყებული დავადი კობი მეინ დასაცხრილად არის გამოსული დასაცე დაგვცხრილა ერთი არ დაგვიტოვა პასუხ გაუცემელი აი პირველზე ძალიან ბევრი გაფიქრე პირველი არ ჩაგვითარ და ბოლო ეს 4 წამიანია მარტო შარშანი იყო ჯოკერი ახლა ჯოკერია ბავშვ შარშანი იყო ჯოკერი ახლაც ჯოკერია დავშობიდან და რაღაც მოდის მე ტექსტი. არა და მარტივია აი. რა? აი მიღადავი რამდენზე გაქვს ნათქვამი ჯოკერიაო ეხა ესე რომ შეიცხადე გთხო. შარშანი იყო ჯოკერი, ეხლაც ჯოკერია ჰარვი ელიოტი. არ იყო მარტივი? არა. იმიტომ რომ გამახსენდა კრისტალ პალასთან იყო გოლი წინა სეზონში და მაგით ვთქვი ჯოკერია თქო და ეხა რაზე ვთქვი? რა თამაში? ვის თამაში იყო ისე? PSG ლივერპულის გამეორება იყო მან დანამავე. ხო. და ნახე ჩაგვიქრა თან ესეც. აი ეგრე ჩაქრა ჩვენი ყველაფერი მაგრამ ჩემთვის და ტაფსონას იმიტომ რომ წარმოიდგინე პირველი თამაში რომ მიყავს ეს და კვარას თამაში სულ გინდა რა თქმა უნდა რომ მაგის გუნდის გამარჯვებით დასრულდეს მაგრამ საბოლოოდ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. კი ბატონო. კაი იყო ძალიან მე გავერთ მაგრა გავერთ მეც და იცი რა არის ხოლმე ყოველთვის რაღაც გადაცემას ან პოდკასტს რო უყურებდი ხოლმე ხა აი კაი იყო რომ მომიწევთ რაღაცა და ეგ განც და არ მაქვს ხო ეხა სტუმრის მხრიდან არ ვიცი მე ჩემს საშუალო განა იმიტომ რომ მე ვაკეთებ გამისწორდა ისიც მithქვამს რომ პირველი რომ ნავალა ჩავწერე ხა ნავალა კიდე სხვანაირი რესპონდენტია თან ნამდვილ ცხოვრებაში ხო სხვანაირად ვსაუბრობთ რომ აი მაგარი საპოდკასტები ვართ მაგრამ პირველი რომ იყო ძალიან გამიჭირდა რა და რაღაც კითხვა-პასუხის რეჟიმში ვიყავი და აი აქ ისე წავიდა რომ მართლა გაასწორა რა მედია შენც არ იტყუები რა თორე არ ვიცი რაღაც რომელმაც შეიძლება დაიწყო ნავალოვსკი მე ხა ნახე რა кейსი მოვიფიქრე რომ შეიძლება ამ ნაკრების ის დაიწყო აქვეა აღზევება? თუ რას აღზე? ყაზახეთთან რომ გამოიტანა კარისხაზიდან ბურთი. ოოოო. hot take-ია. კაი, ჩაკვემ დაიწყო, კაი, მაგრამ ვიხუმრე, მაგრამ მნიშვნელოვანი მომენტი იყო ძალიან. შენ მითხარი, ესე წლების განმავლობაში ნავალაზე მაგარი მარცხენა მცველი ნაკრებში. ეხლა თუ მეტყვი პრინციპში აზაროვს თუ მეტყვი მე შემიძლია რომ ბევრ რაღაცაში გეკამათო, იმიტომ რომ აზაროვი მცველი არ არის. დაზარული ნაკრებში რამდენჯერ გვინახავს თან. ეგეც არის. არ შეიძლება წიტაიშვილი შემომიტიო. ხო, ნავალა მე რაც ფეხბურთს უყურებ. აი როგორც მარჯვენა 2000 ბოლო 15 წელსი, ხო? ხო. ბოლო 15 წელიწადში ნავალოვსკი. ცხადაძის ინიციატივა იყო, ხო? და ჯანო კიდე ერთი ინიციატივა ჰქონდა რომ ჯანო გაესაყრდენებინა და გაემოდრიჩებინა. აი მაგ როგორც მარჯვენა კაკაბაძე. ძალიან ჯეროდა მაგის კაკაბაძე საუკეთესო ხელი არის წმინდა. ეხა რა ვიცი შეიძლება ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამო მარტო ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამო ლოჩოშულზე თქვას ვიღაცამ და მაგასაც ვერ მოვიდო ხო უბრალოდ პოზიციით ხო თავად თამაშდა რომ გამოვიდა მოიცა აქ ალბანეთთან თამაშის შემდეგ მქონდა ინტერვიუ ჩავწერეთ და ნუ თვითონ ამბობს რომ არ ვარ პოზიციით რა თქმა უნდა მარცხენა მცველი ეს კიდევ ერთხელ გავიმეორეთ იმ ხალხის საყურადღებოდ იმიტომ რომ ხო იცი მაინც
ნავალა იყო ერთ-ერთი პირველი ფლანგის წველი საქართველოს ნაკრებში, რომელზეც თქვი რომ ვა, შეტევაში შეუძლიათ ქართველებს წინსვლათ ხო. რა და კაკაბა იყო კიდე ერთ-ერთი პირველი. და კაკაბა, რა ვიცი, ძალიან სტაბილური და underrated ფოტოშოპი. ანუ რაღაცას რომ თქვა გააფუჭებს მოსალოდნელი, რაღაცას გახსოვს რამხელა რეიდებს აკეთებდა თავი და იმიტომ რომ პოლონეთი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ფიზმომზადებით. ფიზმომზადებით. ესპანეთში თამაშის დაიხმარა მაგ. რეიდები. კი. კაი. მადლობა. მადლობა ასევე. შენი სურვილისამებრ ვფიცავ რომ ეს იქნება ჩვენი მერვე ეპიზოდი. და მინდა რომ გისურვო წარმატებული სეზონი, არაერთი და ეხლა კონკრეტულად მოდი მისურვე რომ ბევრი ქართველის ბევრი გოლი გამეკომენტარებინოს და აი და იქნება რა იცი აი ჟორჟის გოლი არ გამეკომენტარებია არასდროს რა. ერთხელ მაგ წაყვანი ჟორჟის თამაში და ეგ მისურვ. რომ ჟორჟმა გაიტანოს ისეთ თამაში სადაც მე წარყვენ მარტო შეიძლება მოხდეს ევროპა ლიგაზე და მოდის ბარემ იყოს მნიშვნელოვანი თამაში. და ეგ ისურვებ. და კვარას ოქროს ბურთი უსურვოთ. აი გაუმარჯოს ორი კათხით მეგობრებო ამ შემთხვევაში მე პილსნერს ვშომ და შესაბამისად ძალიან გემრიელია. ამ მიკროფონებშიც თქვათ მირელის ამბავი, ხო, ჩვენი მუსიკალური სპონსორი. Bravo Mirels და ვუსურვოთ ანდროსაც რომ გააკომენტიროს ჟორჟის გოლი ევროპა ლიგის ფინალში. ევროპა ლიგის ფინალში. აი ერთი სურვილი. იანვრიდან რომ ვინმე დაგემატოს არ გინდა ტოპ 5 ლიგაში? ჟორჟის გამარჯვების გოლი ბარემ დავაკონკრეტო თორე გაიტანა 4-1 წააგეს ეგეთი არ მინდა. ხო, არ ეგეთი. ჟორჟის გამარჯვების გოლი ევროპა ლიგის ფინალში. მე მაწყობს, მეტი არ ფერდა. და იანვრიდან თქო ვინმე რომ დაგემატოს ტოპ 5 ლიგაში. კი, გამიხარდება ძალიან. ცენტრალური ჩაკვეტაძე მინდა. ჩაკვეტაძე გინდა. გოგლიჩიძე გადავიდა უდინეზეში და მიხარია ეგ ამბავი. და მეტი ვიზით თუ შეძებთ. კიტეიშვილი მინდოდა რომ წამოსულიყო ბუნდესლიგაში. ნუ კიტე ხალხ სხვანაირად წარმართა და მაინც ლეგენდა ხო იცი კიტე. არა, კი კაცო. კარგად იყო სადაცაა. ნაკრებს გამოადგეს. ზეგლის დაიძღვევა და კარგად იყვნენ. კაი. გრაცი. მადლობა. მადლობა შენ.